მშვიდობისა ჩემს ხმაურიან სტუმარს მივესალმები, როგორ ხართ ბატონო პაატა? ეს მოთელოა ბატონი პაატას ყოველი ლაივის წინ. კომენტარებში გვიწერენ ბატონო პაატა ეხლა გაიტაცებს კაკალსო. კი ბატონო ეგრეა და ძალიან კომფორტული სტუმარი ხარ ბატონო პაატა, იმიტომ რომ ზედმეტი ჩაკითხვა, ჩაძიება, ჩაკითხება არ ჭირდება. გაუშვებ ხოლმე და წყალივით მიედინება თქვენი საუბარი ყოველთვის. Так точно, მოგესალმებით. საპატიო მიზეზებით არ ვიყავით, კარგად იცით, პირველი, იმიტომ რომ პატრიარქის ის იყო ჩვენი გადაგვეცვალა ზეციურ საქართველოში გავაცილეთ და ნამდვილად არმეც ყველა როგორ თქვენ ისე მეც განადგურებულები ვიყავით ფიზიკურად ესე ვთქვათ მაგის რო არ იყო მეორე იმიტომ რომ მოკლედ როგორც იყო რა კი ვიცით ყველა რა ნახეთ ბატონო პაატა მე ჯერ პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ გვარში მატება ღმერთმა ჯანმრთელი ვაჟკაცი გაგიზარდოთ სასახელო დარწმუნებული ვარ ესეთი იქნება თქვენი შთამომავალი. მოდი დავიწყოთ უკვე ზედმეტად რო არ გავწელოთ ბატონო პაატა ზუსტად კარგად სწორად ახსენეთ და მინდა ამ თემაზე ვისაუბროთ დასაწყისში და პოლიტიკაზე მერე გადავიდეთ. ქვეყანამ დაკარგა სულიერი მამა, გადაინაცვლა იმიერ საქართველოში და იქედან გააძლიერეთ კიდევ ჩვენს ერს ზუსტად ვიცი და ღმერთს მადლობა იმ ყველაფრისთვის ქართველმა ხალხმა რა სახეც აჩვენა იმ დღეებში და თქვენი შეფასება მინდა საერთოდ გარდაცვალების დღიდან დაკრძალვამდე რაც ვიხილეთ და დანარჩენ რაღაცებს წვიმანეს მე შეგეკითხებით. ზუსტად მადლობა მოლოცვისთვის თელმა ესე იგი ხოგერნები ბევრი მომილოცა და დიდი მადლობა თქვენ სარგებლო შენი ეთერით და ყველას დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ზუსტად 20 წუთის წინ მანახეს უკვე სახში მოვიყვანეთ და მოკლედ ესეა. მოკლედ კიდევ ერთხელ უსამძიმრებ ჩვენ საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს და არა მარტო საქრისტიანოს, რაც ჩვენ ნახეთ მუსლიმანური სამყაროც შემოგვიერთდა ამ სამძიმარში და ამიტომ უღრმესი მადლობა მათაც. რა თქმა უნდა, იყო ჩვეულებრივად რიგითი ერთი ზეციურ საქართველოში გავაცილეთ პატრიარქი მაგრამ ნუ როგორც ყოველთვის ქართველებს გვჩვევია იქ სხვათა შორის ეს დაიწყო ხელისუფლებამ რომ სხვანაირი საქართველო ხალხი დაპრესა რაღაცა და თითქოს ისო მაიცა როგორ ამომდნენ ხვალინდელი დღე ცუდი გათენდებაო რაღაცა სიკიჟებს რომ მომდნენ კაცო ბიჭო მე დავწერ უკვე რომ ამომივიდა ყელში ამოვიდა და უთხარი ბიჭო კაცო რა ხალხი ხარ პირველი პატრიარქი კი არა რომ გავაცილებთ კაცო 1700 წლის ქრისტიანები ვარ და 1700 წლის საქრისტიანოს წარმოგიდგენიათ რამდენი პატრიარქი გავაცილეთ მაგრამ ამიტომ უცბად მე იქ შეწყდა ეს ყველაფერი დაობლდითო აი ეხლა გამახსენდა ეს სიტყვა ერი დაობლდაო და რაღაცა ეს რა არის ეს კაცო ერი ვერ დაობლდება კაცო ფიზიკურად ვერ დაობლდება იმიტომ რომ თუ შენ მაგას ფიქრობ რომ შენ არ ახარ ღმერთისგან ღვთისმშობლისგან ეს უბრალოდ სიტყვის მასალად გჭირდება მაშინ დაობლებული ხარ უკვე პატრიარქი თუ ცოცხალი იყო უკვე დაობლებული ხარ მაშინ ამიტომ ერი ვერ დაობლდება ფიზიკურად ერი იმ შემთხვევაში დაობლდება თუ ქართველი კაცი გულიდან ამოიღებს მაცხოვართ ღვთისმშობელს მართლმადიდებლობას რა თქმა უნდა ობოლი კი არა ის იქნება უბრალოდ ბიომასად გადაიქცება ამიტომ ერი არაფერ შემთხვევაში არ დაობლებულა პირიქით ეხლა არ ვირჩევთ და ახალი ის იქნება პატრიარქი რაც შეეხება მე თვითონ ვიყავი ესე იგი 6 საათი ვიდექი მე უკვე მე აი მართლა შემონებს ამის გამეორება იქ იცი კატეგორიის ხალხის იყოთ ეკლა აი თავი გადაპარცული რო ქონდათ ჩემნაირად მაგრამ აი ნაკოლკები და რაღაცეები რო ქონდათ მაგრამ
ხო, აი ისეთი კატეგორია ვიხილეთ ბატონო პატა, როგორ წარმოვიდგენდით და ეგ იყო კარგი. საქმე რაში იყო იცი? აი სხვა დროს ამას სხვანაირად შევხედავდი, მაგრამ იმ დროს იქა ეგ იყო სუფთა ქართველი, აი როიწყე სუფთა სისხლის ქართველი იყო, გაიგეშე? იმ დროს მასში დაიღვიძა შიგნიდან რაც იყო. გაგეუნები რა, ანუ არავითარი მარიაჟობა, არავითარი სელფიანობა და რაღაც სიგიჟეები თანაც უყურე თვით აი ხლა ხო რავი ხა მე ხო ვიდექი მე და თედო კობახიძე ვიყავით თელი ოჯახით კაცო და ბიჭო აგერ ჩვენ 2 მეტრაში ორი კაცი წამოიწყო გალობა ხო აი ეს უბრალოდ წამოიწყო გალობა მე იმას იქიდან აყვა ვიღაცა აქედან და ეს გზა აი ესე გავიარეთ მე იქიდან ვიღაცა დაიხვირდა ღმერთი არ ჩვენთან და ბიჭო ეხაც მეტირება ეხაც მომივაწილებელი ხო და იმხელა რამე იყო ბიჭო გარდაცვალებითაც რამხელა მაგალითი დაგვიტოვა არ ვიცი რა მუხტით წამოვედი დაკრძალვიდანაც და პანაშვიდანაც ვერ ხსნი ამას უყურე რა მე ეხლა ეს რომ დაინახა ხელისუფლებამ რომ აი შემიძლია თამამოთ თქვა ჩემი სამყარო იდგა იქა აი იმ 6 საათი და ეს დღეები ვინც პატრიარქია გააცილა ეს იყო ქართული ცივილიზაციის სამყარო რა თქმა უნდა ეცადა ხელისუფლება შეეზილა ეს ყველაფერი გაიგე რო აი მეც ერთ-ერთი თქვენთაგანი ვარ ხვდები აი რაღაცა მცდელობა ქონდა ეს განაცუდია კაცო დაუშვათ მე თუ ამ ჭკუაზე მეგონა რომ მალაცი თუ ამ ჭკუაზე გადმოვიდოდე მაგრამ მე როგორც განვითარდა სიტუაცია მამასაც ვიტყვი ახლა უყურე ეცადნენ რომ აი ესე იგი იქო კადრები მიდის რომ ხო ნახეთ რა კადრები მიდიოდა კაცო და თითქოს უნდოდა რომ აი ამ ხალხის ლიდერები ვართ ჩვენ პოლიტიკურ აი რაღაცა ესეთი სურათის დახატვა უნდოდათ არ გამოუვიდათ უფრო მაგენი რომ უბრალოდ აი ჩვეულებრივი ქრისტიანები ყოფილიყვნენ და არ ეთამაშათ უფრო კარგად გამოჩნდებოდა უფრო რატო იცი აი ზუსტად მანდ მივხვდი რომ ისინი იმდენად შორს არიან ქართულ ცივილიზაციიდან ხვდები რომ ესაც კი უნდოდათ თავისად გამოეყენებინათ იქაც კი გადააქციეს პოლიტიკურ აქციად ეხლა გეტყვი როგორ სადღაც რაღაც ზღვარი ხო უნდა გადიოდეს ბატონო პაატა სადღაც აი ამ ზღვის მოშლა რომ მოხდა მაგ ადამიანებში მაგან დამწყვიტა გული ეკლესიაც პატრიარქის სიკვდილიც გამოიყენო აი უყურე მაგი საიდან დაიწყო უყურე მე ხო ზუსტად ვიცი კაცო მე ვიცი ზუსტად სად იდგა ბელარუსიის საპატრიარქო სად იდგა რუსეთის საპატრიარქო სად იდგა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ბატონო პაატა ეს რომელიმე ტელევიზიამ თუ აღნიშნა და თუ გაუკეთა ამას აფიშირება და ყურადღება თუ მიაქციეს დელეგაციას მაგამდე მივდივარ და უყურე დგანან აიღეს სია დაიწყეს კითხვა ჩამოსული სტუმრების იქვე 5 მეტრაში დგანან 80 კაციანი დელეგაცია ესე ვთქვათ ბელარუსისა და ამისი რუსეთის ხმარა მოიღეს ანუ იქაც პოლიტიკა შეიტანეს ამ დროს არც ბელარუსიას და არც არც რუსეთს ეკლესიას აფხაზეთის არ უღიარებიათ თქვენ გესმით რას ვამბობ ისევ აფხაზეთის აი იქ რომ მიდის ლოცვები რაღაც თვითმარქვია რაღაცა რო არის რუსეთის საპატრიარქო არ ცნობს რა გინდათ ძალით ვაცნობინოთ ხალხო კი ანუ მანდაც ხო შეიძლება რომ შუღლი შეიტანო მანდაც ეპშტეინი ჩართეს ეხლა უყურე ამ დროს სოფლიო პატრიარქი ჩააბრძანეს სოფლიო პატრიარქს რო ეძახის თავის თავს მე არ ვიცი როგორ ამ სოფლიო პატრიარქი 5 ქვეყანა არ აცნობს მართლმადიდებლური და მაგალითად რაც ბულგარეთში იკადრა პატრიარქის გასვენებაში
ამის მერე როგორ პატიჟებ აკა კაცო იმის მერე რომ უკრაინაში მართლმადიდებელი ეკლესია პირწმინდად გაანადგურა როგორ პატიჟებ კაცო საქართველოში ის რომ ჩვენ პატრიარქს აიძულებდა გინდა თუ არა აღიარე ტომასიო და აქ რო შეგიქმნა იგივე მცდელობა ამ ხო ხდებოდით ამბები იყო პატრიარქის რა სიტყვებით იხსენიებდნენ წმინდა სინოდში ეს არ მინდა ეს სანავები და ისინი აი ეგ უყურე გადააქციეს ხალხმა ეს არ მიიღო ჩართეს მძიმე არტილერია გამოიყვანეს ვიღაცა სიტყვებით აღარ მინდა დავაკონკრეტო და უყურე უფრო დაამახინჯეს თავისი თავი ანუ პირდაპირ გვითხრეს რომ ჩვენ თქვენი ცივილიზაცია არა ვართ კაცო ჩვენ ქართულ ცივილიზაციაში არ ვართ ჩვენ ვართ პროტოკოლის მთავრობა კაცო აი პროტოკოლით რაც გვიწერიათ აი ეს მთავრობა ვართ კაცო ის უბრალო ქართველს აი ის მოხუცი ქალი რომ მიდიოდა ცალფეხით რომ მიდიოდა კასტილებიანი იმის სამყაროს წევრი არა ვარ მეო კაცო მე საშვი დაგიშვი შეშობელ ძაღლო აქ შემოხვიდეო კაცო გაიგე აი თუ იმის თქმა მინდა კაცო რომ ამ დროს ეხლა გეტყვით პირდაპირ რა ქონდა ჩაფიქრებული რუსეთის პირდაპირ გეტყვით არც მალავ კაცი კი არ მალავ რა ქონდა ჩაფიქრებული რუსეთის მთავრობას პატრიარქის დასვენების დღეს იყო რომ ის მომენტი აი ეს დაკრძალვის და იმის დროს რომ ყველა ისედაც ჩატარდა იქ რუსეთში საპატრიარქოებში ლოცვა კურთხი პარალელურად ჩატარდა პარალელურად კადრები მაქვს კაცო კადრები მაქვს იქა ჩემ გვერდზედებს ვისაც უნდა და უნდათ რომ რაღაცა რომ აი ქართველებთან ერთად რაღაცა დროშა დაეშვათ ხდებით რაღაცა ესეთი მცდელობა ქონდოდათ მაგრამ ვინაცალა კაცო რა თქვენ ხო ხედავთ რა ვიდეოები იდებოდა რა ემოციურად ეხლა გეკითხებით შეგიძლიათ მომიტანოთ ერთი განცხადება მაინც აი ეპშტეინურ ორგანიზაციაში რო გვეპატიჟებიან ერთი განცხადება შეგიძლიათ მომიტანოთ რომ ჩვენ ვიზიარებთ ან რაღაცა მსგავსი ფასადურად მაინც თუ აი უბრალოდ თვალის ასახვევად ზრდილობისთვის დიპლომატიისთვის მაინც რო ყოფილიყო ეგეც სადმე მოიძიებთ ინტერნეტ სივრცეში ეგეც ამე არ არსებობს უფრო მეტიც კაცო თავი ვერ შეიკავეს და ზუსტად აი ეს მგლოვი დღეები რომ მიდიოდა რუსთაველი არ გააციეს კაცო მაგათ აგენტურა ეხლა შეგიძლიათ როგორი იმედით ცდილობდით მაგ ბავშვების მაგ ახალგაზრდების მაგ მდგარი ახალგაზრდების ამ ქვეყანას მოტრიალებას მაგრამ ეს წითელი ხაზები რაღაც ხო არსებობს всё გაიარა ყველა ზღვარს გადააბიჭეს წითელი ზღვარი გადაიერეს მაშინ როცა ინატრეს რომ რა ქვია ირანის წყალი გადმოგვესხასო აქ დავამთავრე მე კონცერტი კაცო მე აქ პირიქით შენ გადაცემაში იყო ცოტა ნერვები მომიშალე კიდევაც მაგაზე ხო და ამიტომ კიდევ ერთი ჩემი სიტყვების გამართლება რომ ნუ უყურებთ მაგათ როგორც ქართველებს თვითონ სხინთ რომ მაგას ეუნები იმიტომ რომ თელი ცხოვრება ნანობენ რომ ქართველებად დაიბადნენ იმდენად ზულთ შენი ქართული ცივილიზაცია რომ აღარ მინდა ის სიტყვები გავიმეორო რეპს წერდნენ და რეპს აკეთებდნენ კაცო თუ ამიტომ მე ესე შევხედე ჩემო თეკლა აი ამ ყველაფერს ქართველმა კაცმა როგორც თავი ჩვევია 1700 წლიანი ცივილიზაცია ქრისტიანული ისე მივაბარეთ მიწა ჩვენი პატრიარქი და სული ალბათ ზეციურ საქართველოშია და ლოცულობს სხვა პატრიარქებთან ერთად შეემატა კიდევ ერთი ესე ვთქვათ მომლოცველი ჩვენი და ჩვენი ქვეყნისთვის და რა ვიცი სხვა რა გითხრათ თუ გაინტერესებს ამის მერე რო გამოვარდა ჩვენი საგარეო მინისტრი მე მაგას ვიტვიტა შევარქვი ხო ვიტვიტა ქვია მაგ არის ვიტვიტა სუფთა ვიტვიტა ჩვეულებრივი ეპშტეინელი
ჩვეულებრივი იდეოლოგი. მამამის ვიცნობდი, კაცო, აკადემიკოსი კაცი იყო. აი ეს ექიმი რო, აი გენეკოლოგია თუ რაღაცა რო არის რა, აი ეს. ზოგჯერ ბატონო პატა გენეტიკამ შეჩერება იცის ხოლმე თაობებში, ეგ არ მიყოშს. ესე იგი, ვისაც ყველაზე ძალიან გაუხარდა პატრიარქის გარდაცვალება. ვისაც ყველაზე ძალიან ზულდა ჩვენი პატრიარქის სიცოცხლე ამ ქვეყანაში, იმ ორგანიზაციაში მივდივარ თუ კაცო გენეტიკა, წავიდეს შენი ჯიში და ჯილაგი კაცო. ის ხალხი რომელი, ახლა გეკითხები რა, ამის მერე რომ ის კიდე მინისტრია. მე ახლა როგორ დავიჯერო მე ან პრემიერ-მინისტრის, ან იქ მისული ესე რო იდგენ ესე დაყენებული სახეები და ესეთი იმათ დავიჯერო პატრიარქი უყვარდათ? მაშინ გეკითხებით, კაცო. ბატონო პატა, ერთი ეპისტოლეს ერთი პუნქტი მაინც როდესმე რო შეესრულებინათ, ეს მდგომარეობა დღეს ერში არ გვექნებოდა. ამიტომ უყურე არ როცა მე აქ ვამბობ, ყველგან ხალხს ვერ მოატყუებ, კაცო. ეს არის გამორიცხული, ხალხს ვერ მოატყუებ, რაც არ უნდა შენ აქ ცრემლები მიღვარღვარო. არც ცრემლი მიღვარღვარია, მაგრამ განადგურებული ვიყავე, კაცო. მაგრამ უყურე ამის მერე შენ რო კიდე ეს მინისტრადა ყავს. იმიტომ რომ და უყურე და არა და გუშინ ესე იდექი პატრიარქის იმასთან და რა ვიცი ისეთი სახეები, ისეთი რეშები მოარტყით არაბუნებრივი, არ გიხდებოდათ, იმიტომ რომ შინაგანად ხო ყველა გზნობთ რომ ქართველები არ ახართ, კაცო. არ ახართ ქართველები ხართ, მაგრამ ქართულ ცივილიზაციაში არ ახართ მეთქი, კაცო. აი უფრო კარგად რომ აუხსნა ხალხს, რისი თქვა მინდა, კაცო, რომ ეს ისეთი სიტყვები კი არ არის. აი ერეკლეს ქუჩაზე ოფისი რო ქონდა, სანამ იქ გადავიდოდა ქართული ოცნების. იქ იყო ესეთი დიდი ტელევიზორი გვედო ხოლმე რა. ხო და იქ ერისიონის თუ არ მეშლება ის იყო 100 წლის თავის იუბილე თუ რუსთავის აღარ მახსოვს რა და იქ წავიდა ესეთი ანონსი წავიდა კლიპების რა ქართული ცეკვების რომ აი გეპატიჟებით და ხო ანონსი რო არის რეკლამის სახით ხო და იქ პრემიერებიც იქ იყვნენ რა ვიცი მინისტრები და იქ მივდიოდით რა მოკლედ ხო და ეს რეკლამა რო გავიდა ერთ-ერთი დიდი კაცი მეუბნება აი ნახეო რა კარგი არისო ნახე ქართული ცეკვაო აჭარულიო აი ესო თიულურიო აი ნახე კახური იმით ამთავრებდნენ რეკლამას რა და აი ნახე რა მაგარი კახური ის არისო გაიგე შენ და ბიჭო ესე შევხედე რა და ვეუთხარი მართლა მოგწონთ მეთქი კიო კაცო ახლა მოგწონთ თუ ჩემ გასაგონად ამბობთ მეთქი არა მომწონსო ბიჭო მე ვუთხარი ახლა თუ გინდა გითხრა შენსა და ჩემ შორის განსხვავება რა არის მეთქი ის რაც შენ მოგწონს ჩვენ ქართველები ესე ვცხოვრობთ ეს ცეკვა რასაც შენ უყურებ ეს არის ჩვენი ცეკვით გადმოცემული ჩვენი ცხოვრების სტილი რომელშიც შენ უბრალოდ მოგწონს კი არ ცხოვრობ მოგწონს ამით кайფობ შენ ამას რო უყურებ იმიტომ რომ შენში ეს რო არ აზის იმიტომაც მოგწონს თორე ეს ჩვენთვის არის როგორც ცხოვრების წესი ორგანულია ბატონო პატა და მომწონს ამაზე ვერ იტყვი შენია ორგანულია უნდა გაწუხებდეს ხო აი ქალის კლდემამოსილება მხედრული ხანჯლური რა ვიცი ოსური ძოლის ტაქტიკიდან დაწყებული როგორი უნდა იყოს ქართველი ქალი როგორი სახე ფორმა უნდა კონდეს ქართულ ცეკვაში მერე და მერე რო ახლა გადავედით ძალიან სხვა თემაზე მაგრამ ვიტყვი მერე და მერე რო ახლა ტლინკაობაში რო გადაიყვანეს ქართველ ქალს სად გინახავთ კოჭი გამოჩენოდა ცეკვაში ან ტლინკაობა ხელფეხის და ჰაერში პორწვიალი სად გინახავთ ეს კავკასიელის და ქართველი ქალის სტილში არასდროს არ იჯდა მანდაც ეგ ჩაარდეს ამიტომ თეკლა უყურე ეს ხალხი ამ ხალხს ეს არ ესმით და არაკეთებენ კი არა უბრალოდ არ იციან ეს ამაში რატო იცი ეგენი გაიზარდნენ
ეპშტეინური იდეოლოგიიდან. ანუ ეს იმას კი ანიშნავს, ეხლა ეგენი პედოფილები არიან და ბავშვებს ჭამენ, მაგრამ ვინც ამას აკეთებდა იმ კუნძულში შექმნილი ხალხი, აი ეს პრეზიდენტები, პრინცები, დედოფლები, მაგარი მომღერლები, რა ვიცი, პრემიერ-მინისტრები, ევროკავშირის თავმჯდომარეები, აი ეს ხო ესეთი კრიტერიუმები ეძახიან. ხო, არა, უყურე, ესეთი კრიტერიუმებით ირჩევოდა კაცო იმ კუნძულზე, სხვანაირად ვერ მოხდებოდა, ეხლა ლუკაშენკო 100 წელი ვერ მოხდებოდა იქა. და ვერც პუტინი და ვერც ინზეპინი, კაცო. ხდები, ანუ იმის თქმა მინდა რომ და ამათმა მე ეხლა რო შექმნეს ორგანიზაციები, ჯანდაცვის, სოფლიო ჯანდაცვა და ეს ვაქცინა, ეს ხო ის კატეგორიაა, კაც ბავშვებს რო ხმარობდნენ და ჭამდნენ, ხო, რა ვიცი, 10 მილიონი და 3 მილიონია ჯერ გახსნილი. კაც 6 მილიონი კიდე გველოდება წინ. ამიტომ უყურე, როცა ამათმა განათლები ხო, რაც ყოველთავად განათლების და ის უყურე, ამათმა აი ამას როცა ეგ სამყარო დაიწყო, გააქტიურდა ვლასტი აიღო ხელში, მაშინ ესენი სწავლობდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ანუ იმ იდეოლოგიაში, აი ჩვენერად კი არა ჯავახიშვილში, ან MGU-ში, ან რაღაც ეგეთი ტრადიციულ სამყაროს წელს არის. და იქ ასწავლიდნენ ჟენევის კონვენციები, სტრასბურგის კონვენციები, რაღაცა მუხლები, ტატუებიო, ვენეციის კომისიები, ამას ჩამოგირაკრაკებენ როგორც მე და შენ მიცით, მამაუჩვენო ის იციან მაგათმა ეგა. ამიტომ უყურე ესენი ეგ სამყარო, ანუ ეგ სამყარო რო ჩამოენგრათ, აი ამის, ხო, ამან რო ჩამოუნგრია ეგ სამყარო. რა ქნან ახლა დარჩნენ ერთ-ერთზე თავის მშობლიურ ხალხთან. იმდენად უცხოები არიან ამ მშობლიურ ხალხთან, რომ სალაპარაკო ენაც არ იციან. როგორ ელაპარაკონ თავის მშობლიურ ხალხთან? დებია ჩატეხილი ხალხსა და მათ შორის და მაგათო. კიდევ უყურე ეგა სწორედ უთხრათ ხალხს. იმდენად ანუ უკვე რო ხედავენ რომ უკვე დამთავრდა ეს აქე მივლინებები იქ სტრასბურგში, ევროკავშირებში, რაღაცა ნატოს რაღაცებში, რა მისცალია მაგათვის კაცო. და როცა დარჩა თავის ხალხთან, ესე რო შეხედა თავის ხალხს, რომლებიც არაფრად მიაჩნდნენ, რომლებსაც რეტროგრადებს ეძახოდნენ, შავბნელ ძალებს ეძახოდნენ, ჩარჩენილებს, რა ეს აღარ გვეძახოდნენ, ხო? ანუ იმ იძულებული გახდა ამ ხალხთან აუწყონ ფეხი. ხო, რო აუწყონ ფეხი არ იციან. გამოსდით ცუდად. просто ცუდად გამოსდით. არ იციან და მიტომ. იმიტომ რომ უყურე პატრიარქის საფლავზე ვარდი გამხმარიც არ იყო. კაცო, გამხმარია და დაწყნომაც არ ქონდა დაწყებული. გამოვარდა ეს ვიტვიტა და ეს სოდომისტკა. ჩვენაო ქართველებიო გენეტიკითო, ბიჭო ნახე რა თქვა რა. გენეტიკითო იქ მივდივართო. იცი სადაო? აი ვისაც ყველაზე ძალიან გაუხარდა პატრიარქის გარდაცვალებაო. იქ მივდივართო. ამ დროს 1 მილიონზე მეტი ქართველი ქუჩაში დიდ პატრიარქს მისწირეს ხალხო. წარმოგიდგენიათ რამ დონეზე არაქართული მის თავში რა ხდება, წარმოგგენილი გაქვს საერთოდ? ამიტომ თუ ასე სიხმისეულად იმითგან ნუ მოელოდებით რომ ვამო ბიჭო ნუ ელოდებით მაგ ხალხიდან იმ ემოციას რომელიც აი ბებია ქალი რომ მიდიოდა ან ეს კასტილებიანი ცალფეხით ბიჭი რო ადიოდა აბლაბლით ნუ ელოდებით მაგათგან ეს ემოცია არ იქნება კაცო ტყუილად ელოდებით და ეს მოლოდინი რო გაგდა მე რო ეს მოლოდინი არ მართლდა მე ბრაზდებით ბოროტდებით არ იციან. რა გავაკეთო ახლა, კაცო? ადრე ამას ეძახოდნენ საშიშიაო, თქვენ რასაც ახლა აკეთებთო, კაცო, მაგო გასწრდი რო თქვა. ეგ საშიში ამბავიაო, კაცო, ეროვნულობაო. და ხა რა გინდა თქვენ თქვათ რომ ბიჭო, რა ვიცი, უცბად ესე ტვიში ესე მოხდა და გადატრიალდა ყველაფერი და ისა არ იქნება ეს ტყუილე გაქვს ეს მოლოდინი. ყველასგან მიტოვებული ყველასგან მიგდებული ერთი უავტორიტეტო ხელისუფლებაა რა ხალხში არის სიძულვილიში
ეხლა რაღაცა ცდილობენ და გაუში თუ გამოვად კარგია და რა ვიცი, როგორ ცხოვრობენ, იცი გინდა გითხრა? ერთი დღე გავიარეთ, ნუ ისლამა ბოგუ. ერთი დღე ხო გავიარეთ, უი რა კარგია. ანუ არავითარი ხვალინდელი რაღაცა დაგეგმა და ეგეთი რაღაცები. ამის მოლოდინი ნუ გაქვთ, კაცო. აი ესე უთხოვეთ ჩემო თეკლა. სხვა რა გვაინტერესებს? აი ესე უყურებ მე პატრიარქის, მაგრამ ერმა როგორც დასტოინმა, როგორც შეგვეფერება, ისე გავაცილეთ. აი ესე გვეტყვი. რაღაც კუთხით ჩვენ გვინდოდა თუ არ გვინდოდა თემა იყო კი პატრიარქის გარდაცვალება და დაკრძალვა, მაგრამ ქართულ პოლიტიკასაც შევეხეთ. მოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი როგორც სამხედრო პირისგან ეხა თქვენი პროგნოზი მაინტერესებს რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, როგორც განცხადებები ვრცელდება, ტრამპი იძახის რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო, ირანი ამ დროს საპასუხოდ აცხადებს რომ არ გვჯერა მაგათი და არანაირი მსგავსი ნაბიჯები არ იდგმება და სახმელეთოსთვის ვემზადებით რომ დაგვარტყამენო. ანუ რა მდგომარეობაა საერთოდ, როგორც სამხედრო პირი როგორ შეაფასებთ ამ სიტუაციას და რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ კიდევ დამატებით? ეკლა 1 საათის წინ დავამთავრე ირანის ელჩთან ინტერვიუ. კი, ეხლა მქონდა შეხვედრა ტელევიზიით და მე ერთს გეტყვით რა. თავი აი კაი გაგებით, ეხლა ამასაც ცუდად მოგაიგებთ. თავი ვამართლებინე იმ განცხადებაზე, რო თქვა რომ ქართველებიო თავისნებითო რაღაცაო იქ წავიდენო. ხო, არა, იმან ახსნა და მის ტონში იგრძნობოდა შეიძლება არასწორად გამომივიდა და ანუ გამოასწორებინე ესე ვთქვათ ამ ექსკლუზივს ახლა გეუნებით და რა ვიცი იქ იყო ძალიან მე კიდე ნახა ალბათ დაიდება შენც ჩაგიგდებ და შენ შეგიძლია გავაცილო ძალიან საინტერესო კი იცი ჩემი კითხვები როგორი იქნებოდა ხო და ნუ მოკლედ კაი კონფერენცია იყო და ვისარგებლე ამით რა ხო, რაც შეეხება ირანის თემაზე. მე მგონი უკვე ყველა ვთანხმდებით ერთრამეში, რომ თუ ვინმეს კაცობრიობაში დღეს არ დაეჯერება, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. თუ ვინმეს აი მის სიტყვას რო აი მე მგონი რა ქვია თუთბერდეს სიტყვას უფრო დიდი ფასი აქვს ეხლა ვიდრე ტრამპი რაღაცას რო იტყვის ყოველგვარი ირონიის გარეშე ხო ნუ ახლა რა ვიცი ეხლა აითოლა მე უნდა მირჩიოთო კაცო აითოლათო ამბობს ერთს და აკეთებს ამ დროს მეორესთვის ემზადება ხოლმე ხო მან მე სხვა კუთხი და მინდა წაგიყვანოთ რა ის რასაც ტრამპი ამბობს, აგერ გეუბნებით, ამ წლის ბოლომდე ტრამპი ვერ გაკაჭავს. იმიტომ რომ ეგ მაგას ამოაწურინეს თავის ისა, ის რაც ცეცხლი დასანთები. აკციაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე მგონი ეგეც გეცოდინებათ გამოსვლები. იძრავი მაგ დადებული მოსკოვში. და აგერ განახით, კაცო, მე ვთხარი ამ წლის ბოლომდე მეთქი აგერ ნახავთ. ეს ბოლომდე ვერ გაკაჭი, იმან ამოწურა თავისი, კაცო. იმას რაც უნდათ გააკეთებინეს. ის ვიღაცებს რო გონიათ რომ თავი გაწიაო თავიო და ესე თორე თავი რო არ გაეწია თქვია ხდებოდაო და ეს რაღაცა აი შუთშები და ეხლა მოკლა უნდა და ვერ მოკლეს რა და პოლიციას ეუბნებია დაგე ის ეს კალაძეს ვერ მიუახლოვდები თეკლა მაგი მაინც ვიცი და აღარ გეუბნები ტრამპზე აღარ გეუბნები პრემიერ-მინისტრს დავდიოდი კონფერენციებზე კაცო მე გეუბნები საქართველოს დონეზე კაცო შენ გესმის იმის დონეზე რა ხდება ამით ეს ზღაპრები, ნუ კაი, როგორ ეგ თემაზე არ გადავიდეთ. კიდევ ერთხელ ვეუბნები, აი ახლა მსმენელებს ვეუბნები, კაცო. იმ ილუზიიდან გამოდით, რომ აექს ომი რაღაცა დამთავრდება, რაღაცა მე ამ წელს ვერ მოესწრება. კიდევ ვიმეორებ, ამ წელს როგორც ეგეთი შეიძლება პაუზა იყოს 2 თვიანი, 3 თვიანი, მაგრამ ომი როგორც ეგეთი რო აისო დამთავრდა და ხან ეგეც არ იქნება თუ ჩემი თაობა მოესწრო ომის დამთავრებას იფიქრეთ რომ მაგარი გაგვიმართლა არა ეს არის ზღაპარი ამას ეს ეგ არის ზღაპარი ეგეც რაღაც არ ხდება კაცო აკი არა მაცა კაცო წინ კოსოვო და წინ რაღაცეებია კაცო ჯერ ადროს ეგ არის სხვა რამეს ვამბობ რა უყურე დაიწყო უკვე აქ ჩვენ რეგიონში სწორად ვთქვათ გლობალური რელიგიური ომი
გლობალური რელიგიური ომია. მე გითხარით თავიდანვე ის ცეცხლს დაანთებს და დაუკვირდი რა ნადგურდება მხოლოდ და მხოლოდ ენერგეტიკული რაღაცეები რა ნავთობები, გაზის საცავეები, წყლის საცავეებზე გადავიდნენ, ატომური საცავეები, ატომური სიმებს უახლოვდებიან უკვე ჯერ სადახართ კაცო. ამიტომ ესეც რო დაანთებს, დაანთებულია პრინციპში, მაგრამ ტოტალურ ომში როდის გადაიზრდება, ამ წელს ვერ მოესწრება კიდევ ერთხელ ომი. ფიზიკურად როგორც სამხედრო კაცი გეუნებით. ამიტომ ის რაც გონიათ, ეგ არის დაჟე ჟურნალიც არ არის. ამიტომ უყურეთ ჩემს ინტერვიუს ირანის ელჩთან და ის გეტყვით ყველაფერს რა როგორ ხდება. თუმცა ყველა ლაპარაკობს, ყველა ბირთვული ქვეყანა ლაპარაკობს ამაზე. ყველა ექსპერტი ლაპარაკობს საქართველოს გარდა. რო ეს ომი არ დამთავრდება დიდი ხანი. იმიტომ ეს არ არის, იცი რა, მოდი რა, აი რაღაცაზე შევთანხმდეთ, რაზე უნდა შეთანხმდეთ. ისრაელი ან იარსებებს, ან არ იარსებებს. ესე დგას საკითხი უკვე. ფიზიკურად იარსებებს ისრაელი თუ არ იარსებებს, უკვე ესე დგას საკითხი. უკან დასახევი გზაც არა აქვთ. აი რო თქვას რომ კაი, შო აი მოდი შევთანხმდე და გავედი რა. ხო აი დედი ჩემისავ ჭამე, ხო აი მოდი რეპარაციას გადაგიხდი და შო წავედი. არ დამთავრდება მაინც კაცო. გამორიცხული თემა გენოციდი მიდის გინდ ლიბანში და გინდ ღაზაში კაცო ეგრე ცადარე ჯერ ამიტომ პროცესი შედის თავის ნელ-ნელა შედის თავის აქტიურ ფაზაში ეს ქართველებს არ უნდათ კაცო ამის გაგება და რაღაცა სიგიჟეებში დარბიან კაცო იქ მივდივარ ვაგე ჩვენი ვიტიტა და იქ მივდივარ ვიქაო ეპშტეინშიო ხო და ამიტომ ბევრი პოლიტიკური საზღვარიც გადაიხედებათ ეგ ამასაც შევეგუოთ აუცილებლად გადაიხედება ყოველ მიზეზ გარეშე გადაიხედება ის აი როგორც ვამოვდით ხოლმე შარშან რომ ისეთი ევროპა აღარ დაბრუნდება როგორც იყო 2022 წლამდე გეუნებით აღარც ისეთი ახლო აღმოსავლეთი არ იქნება როგორც ვიცოდით 2 კვირის თუ 3 კვირის წინ ერთი თვის წინ უფრო სწორად რა ის დრო დამთავრდა всё სანამ ახალი უსაფრთხოების ისინი ჩამოყალიბდება დიდი სისხლის ზღვრა იქნება მეთქი დიდი აქ ბევრი პუშტინები ჩაერთობიან ხან მთელი პროცესი აქვს ჯერ სადავართ კაცო მაცადეთ კაცო ხანი ამიტომ აქ ჩვენ როგორ ხვდებით ეგ არის თავარი საქმე აქ რასაშობით აი ამაზე მაქვს მე ლაპარაკი ყველა ქართულს ვეკითხები რა აი ეგ რომ დარბიან და აი დაგინეწეს ხო? ხო უყურე რატო ვამბობ რა ეხლა usvedi კახას და ისინი რაღაცებს იქ ალბათ ვიღაცა გირჩელი ეჭდა კაცო რა ეს ლაპარაკობს ეს ხალხი კაცო ბიჭო აქ თვითონ ბიჭო ხელისუფლება აღარ მალავს უკვე და ესენი რა ებსჯელობენ ბიჭო უფრო მეტი კვდებით ვიდრე იბადებაო და ესენი რას ფიქრობენ აგერ ცეცხლია დანთებული რო გეუნებოდი კაკრა შენ გადაცემაში ვთქვი ბევრი რამე გაძვირდება ხალხო ბევრი გზები გადაიკეტება ამას შეგვეძბეთ კი გეუბნებით დაჟე რო ვეუბნებოდი იმ ემიგრანტებს ჩამოდით სანამ დროა ჩქარა ერთი ზედმეტი სიმინდი დათესეთ კაცო რავო რუსეთმა რა თქვაო რის ექსპორტს აგზალაო მე ხوار მომეწონა ბატონო და აი კომენტარებში ვკითხეს საქართველოს თუ შეეხება 1 აპრილიდან ეს ფასების მატების საკითხიო და თქვენი აზრი აინტერესებს და კაია რომ თქვენ თვითონ მიხვედით მაგ თემას მეკითხებით რუსეთმა შეწყვიტა თუ არა ექსპორტი ნავთობის ხო შეწყვიტა მითხარით ეხლა საქართველოს ნავთობმომპოვებელი ქვეყანაა ბატონო ბატა საქართველო საკვების მხრივ ვერ არის თვითკმარი კი არა ერთი თვის მარაგს ვეღარ მოიპოვებს ისე მივაპტოვეთ ყველაფერი აბსოლუტურად მაგრამ უყურე მეორე და ხე იქ ახლა კიდე ექსკლუზივს გესვრი ახლა ჩემი და ირანის ელჩის როგორ ჩამიგდო იცი აი რაღაცა გზებზე იყო ლაპარაკი და ჩვენ ახლა არისო ჩვენ ახლა უკვე დაივიწყეთ ლაპარაკიო და აზერბაიჯანითო გზების გასვლაო через რუსეთშიო და მოკლედ ევროპაში და რაღაცაო და საქართველოსაც ნახეს მეუბნება საქართველოსაც აქვს შანსიო
თუ არა და კიდე გეუბნებით უკვე პრობლემა აღარ არისო ნახე რა მითხრა უკვე პრობლემა აღარ არისო დრო საქართველოს გვერდის ავლითო ამა გეუბნებით ირანის ელჩის ნალაპარაკებს აბულაძე თქვა კი იმას კი არ მომო კაცო აგერ გავა 4 ხჭაბათ ეგ ინტერვიუ ხო საქართველოს გვერდის ავლითო და ჩვენა ვხდებითო ნახე რას მეუბნება ჩვენა ვხდებითო ამ გზების ესე იგი როგორ მითხრა იცი მაკონტროლებელი სახელმწიფო არაფერს არ გეუნდებათ ეგა ახლა გეკითხებით კაცო წითელი ზღვა დარდუნაზე სრუტე ეს ზღები რო გადაიკეტება ბიჭო სპიჩკის დღეს არ აწარმოებ პარაზიტი ქვეყნის სტატუსი გაქვს ანუ მოვითხოვებ თავს კაცო ფული ყველაზე დიდი რასაც აწარმოებ არის საკუთარი მიწების გაყიდვა მე კი შენი გაკეთებული ქარხანა მე არ მინახია კაცო თუ ხوار მეშლება რა მე სხვა ხوار ცხოვრობ მე კაცო ყველაზე დიდი რაც შეიძლება გააკეთო გაყიდო მიწა მე კი შენი გაკეთებული და რაღაცა ის არ მინახია მე კაცო ყველაფერი არა და ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში თავისუფლად შეგიძლია იყოს თვითკმარი ქვეყანა კვების პროდუქცია გეუნები თავისუფლად ეხლა მე დიდი ეკონომისტი არა ვარ ტვინი არ გადმომდის მაგრამ ბიჭო ესე მივიყვანეთ ქვეყანა რომ აი ესე მდგომარეობაში ვართ კაცო ხორბალზე გავიგე თუმცა ეს ხორბალი როგორც მითხრეთ მე არ ვიცი კარგად არა მაგრამ ხორბალი ორადორი ქვეყანა ვიყავით მეთქი რო ვამბობდი ჩვენ და ბელარუსია ვისაც ემბარგო მოუხსნა რუსეთმა აი ეს ხორბალზე და ამ ნავთობზე ეხლა ნავთობზეც კაპ გააკეთა რა ვშევით ახლა ვეკითხები ბოჭორიშვილს არიქა დაურეკე იმ შენებს შეინელებს გვიშალოს რამე გერმანია რა ვიცი არა თუ იმათ თავისი გაჭიროები აქვს თავისი ხوار გაჭიროებია შემთხვევით იმათ ხوار გადაუკეტა ამ კაცმა ხوار გადაუკეტა გაზი შემთხვევით რა ვშევით აი ის სამყაროში ბატონო პატა ჩვენ ხო კარგად ვიცით პატარა ფასნამაძეც კი ხალხი გამოუცვიდებათ ქუჩაში და გადაუვლით ხელისუფლებებს ჩვენ ხო კარგად გვინახავს პრაქტიკაში რასაც აკეთებს ის ხალხი პირდაპირ გეუბნები შეუწყვიტა ჯერს ამათ როგორ გონდეთ იცი უყურე 1.90 მილიონიანი ქვეყანა ეგ ჩვენერად 3 მილიონი ქვეყანა კი არა კაცო იმათ ქარხნები აქვს ინდუსტრიები აქვს კაცო და შენ გესვის იმათ რომ გაუთიშავ ამას იქ ამბავი იწყება ყველაფერი გადაყავთ იმათაზე იმიტომაც გადაყავთ კაცო ქარხნები სამხედრო იმაზე იმიტომ რომ ყველა მიხვდა ქართველების გარდა ყველა მიხვდა ერთ რამეს დიდი ყველაზე მთავარი რესურსი ყოფილა ადამიანი და ყველაზე მთავარი რესურსი ყოფილა სამხედრო კაცო ახლა გეკითხებით ეს არანორმალურად გამდიდრებული არაბები რას უშვებიან ამ თავის გამდიდრებულ ფულებს ესე ეცვლიან იმ აბლაკეტებს დოლარებს ესე ეცვლიან არ ჩამოვარდე ესე ეცვლიან დოლარებს გეკითხებით რა უნდა ქნან სამ დღეში მიატოვა ამერიკამ სამ დღეში აი რა კაი ინტერვიუა პროცო უნდა ნახოთ რა სამ დღეში მოძუძგეს კაცო იწვის თელი შენი სპარტიკის ყურე ძალიანაც კაი კაცო გვარგონე გული მწყდება აქ უნდა შემოსვლა აქ კი არა იქნებ რამე დავეხმაროთ იქით კაცო რა ის იმშენებელი და ის ნაგლობაც გავიხსენოთ ჰორმუზის სრუტეს ტრამპის სრუტე უწოდა ტრამპმა და გახსნისკენ მოუწოდებს ეგენი გავიგე ეგ არადეკვატურები ჯერ დაბერდა კაცო დაბერდა განებეთ თავი კაცო იმ საწყალი კაცო იმას შეცვლიან მეთქი კაცო ეგ ბირთვული ქვეყანა ეგენ ესე არ იმართება კაცო ტრამპი მამპი და იმას შეცვლიან მაგათ იმას თავის ყოველთვის უშველიან თავს კაცო ეგენი რუსებთან მაინც დალაგდებიან სხვა გამოსავალი არ არის კაცო იმიტომ რომ ღმერთმა არაკაც წონასწორობა დაკარგოს რო დააჭიროთ ითი ამიტომ იქ მოლაგდებიან უჩვენოთ მე აქეთ გეკითხებით კაცო ჩვენ ვიცი იმედზე ხართ კაცო იმედი ვიცი გაქვთ სად მიდიხართ იქით ამას ვეუბნები აი კიდე იქა ვარ რა ამ ვიტვიტასთან რა
ხო, არა, იმიტომ რომ ამ დროს რომ ბიჭო შეიძლება გეთქვენ შარშანცი, ლავირებ და ყველა ვიფიქრობდით რომ აი ესე რომ აი აგენტურას რომ ესე ატყუ. ესენი მართლა ისინი ყოფილა ბიჭო ეფშტეინელები. ესენი მართლა ეფშტეინელები ყოფილან, კაცო. ბიჭო, ეხლა როგორ უნდა თქვა? ეხლა როგორ უნდა თქვა ეგა? თვითონ ევროპელები იშლებიან, კაცო. ხო და ამიტომ უყურე ჩემო თეკლა მე აქ მანდა ვარ ყოველთვის. მე გამჭირებია ჩემი ქვეყანა. ეს ქვეყანა რაშობა? გეკითხებით პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან. მითხარით ახლა თქვენ ერთი ავტორიტეტი. ერთი მითხარით რომელსაც შეიძლება კაცმა თქვას რომ ბიჭო მოდი რა აი ამან თქვა და მოდი თავწყნარდეთ. ეგეთი რამე არსებობს. ანუ ქართულ კაცს ბრონი ჩამოვიხს აღარ აყვავს, ბრონი აღარ აყვავს. ერის გამაერთიანებელი ბრონი აღარ აყვავს. ვინც იყო გავაცილეთ, კაცო. ეხლა გეკითხებით, სამად გაყოფილი ქვეყანა. ეკლესია და ხალხი. ყოფილი ქართველები, ხელისუფლება და დანარჩენი საქართველო. ანუ ყოფილი ქართველები, ეფშტეინელები და ყოფილი და ქართველი ხალხი. გეკითხებით, ვინ უნდა გამოვიდეს და ვინ უნდა თქვას, რომ აი ხალხო აი რაღაცა ხდება და მოდი ეხლა ცოტა ხნით გადავდოთ სიძულვილი და რაღაც საკითხში ერთად დავდგეთ. რომელიმე მოძღვარი იტყვის და დაუჯერებს ხალხი. ეხლა არ გამოცინო პრემიერ-მინისტრიო, ახლა არ თქვათ. ან ბიძინა ივანიშვილიო. კაი, ახლა მაგას მე მეუნებით კაცო. ხდები, ანუ და ამ დროს იმ დონეზე ხართ მივედით უკვე იმ დონეზე რომ სტატისტიკა გამომიწერეს რომ ჩვენ 40000 რაღაც 1000 გარდაიცვალა საქართველოში და თქვენ გესმით სადა ვარტო შენ ხვალ უკვე აღარ იქნები მეთქი ამათ რო ვეუნები კაცო შენ ხვალ უკვე დამთავრდები მე გინდე პუტინის იმიძახე გინდა აფხან ჩამომხანშვილი ბიკენტი რაც გინდა ის შენ აღარ იქნები სუკა შენ მოკვდები მორჩა შენ თავდები როგორც წერი მთავდები თქვენ გესმით ვეღარც მალავენ სტატისტიკას ადრე მაინც რაღაცას ლავირებდნენ იქ რაღაცას მიუმატებდნენ მოუმატებდნენ ეხლა ამასაც ვეღარ აკეთებენ ფიზიკურად ვეღარ აკეთებენ ტრაგედია უკვე ვართ ტრაგედიაში აფხაზეთო ბიჭო იმ აფხაზეთში ვის უშვებთ ვინ უნდა ჩაასახლოთ კაცო დეკემბრის მონაცემები დეკემბერი ხო დეკემბრის ბოლოს იანვრის დასაწყისის მონაცემებით 431 სოფელმა ფიზიკურად შეწყვიტა არსებობა კაცო თქვენ გიჟები ხართ კაცო რა ის აფხაზეთს მისტირით ჯერ რაც აგაქვთ ის ვერ აგვითვისებია ქართველ კაცს ვერ აკავებს საკუთარ ტერიტორიაზე რატო უნდა დააკავო ვის გამო უნდა დაკავდეს ვისი ამ ვიტვიტასი ვისი კობახიძე დააკავე ავტორიტეტი მითხარით ვის გამო დაკავდება ეს კაცი რამე ეკონომიკური წინს გვაქვს უსაფრთხო ქვეყანა ხარ აბა რატო ეუნები იმ კაცს არ წახვიდეო კაცო რას ქვია არ წავიდეს ძები არაბი უყვარდეს თუ პაკისტანელი თუ მილიონერები სუკა რამხელა თუნე რამხელა მილიონერებს ესე რო ყრიდით აი ამ ტრაგედიაში ვარ აქ დგას ხალხი და იხილავენ კონგრესშიო აი ჯეიპში ვიღაცა სემიმ განცხადება გაგდა და ტვაიომაც რა გაბიჭო აგერ შემოხედა რა ის იმას იხილავ კონგრესში და ევროკავშირში ვიდა განცხადება გაკეთა შენ მთავრდები უკვე კაცო რას დასდევ იმას მიხედე ბიჭო გამოასწორები რო ვეუბნები საგანგებო გადაწყვეტილებები მიიღეთ ბიჭო რა ვიცი ეს რა ხალხია თუ მე ხო აღარ მომობ თვითონ იმასაც ვერ ეთქვით ხელისუფლებას რომ ხელისუფლება მალავს ვერ მალავს გიქვეყნებს ძმაო გიქვეყნებს 9 მილიონი რომ მოკვდა შარშად ორჯერ ნაკლები დაიბადაო 5 წელიწადში რა ხდება ამ ქვეყანაში 5 წელიწადში რა ხდება მაშინ გეკითხებით რას ტირი ხართ ეს ხალხი განან და აიცით რა აი ის რუსეთმა ეს გააკეთა ირანი ის რა ირანი ისა ბიჭო ჯერ მიხედეთ თქვენ თავს კაცო
თქო ისეთ ტრაგედიაში ვარ ხანახა ფიქრობ თანაც გული მოგივა რომ ვიღაცა აი ხელისუფლების მხრიდან რაღაცას ვირეშმაკობდეს და გიმალავდეს პირდაპირ გეუნებათ კაცო ეს ხელისუფლება რომ აი ესე ვეღარ მალავ რა და ვერაფერს ვერ თავაზობ კაცო იმიტომ რომ მე ეფშტეინელი ვარ მე მეშინია შიშარა ვარ კაცო ვერ ვდგავ იმ ნაბიჯებს რა ქართულ ნაბიჯებს ვერ ავდგავ არ არის ჩემში ის ქართული ნუ ელოდები თქვენ შობერ დაღლებოთ ჩემგან რაღაც ქართული ნაბიჯების გადადგმას არ ვიცი რომ შეიძლება ისეთი სიგიჟე გავაკეთო და რაც ნასწავლი მაქვს იმას ვაკეთებ რა აი რაც ვისწავლე ჩემ ცხოვრებაში იმას ვაკეთებ აი რაც საზღვარგარეთ ეფშტეინელებმა მასწავლეს იმას ვაკეთებ პროტოკოლით ემოციით და იმით რა ქვია შინაგანად მე ვერ ვაკეთებ ჩვენ დგევარ და მაინც ჩვენ რა მე გლობალურად ვამბობ თემას რა ვიხილავთ იმის განცხადებებს კაია კალას მე თქვა და მოკინაღავ შევიგინე პატრონი იმ კალას და ყველას კაცო აკეთ შეუხედე იმ სოფლებს რა შვებით იმ სოფლებს რომ დავცალეთ უკვე შენ როგორ ფიქრობ ის რამდენი ხანი იქნება დაცლილი სოფლები ვინ დაიკავებს იმ ადგილს თუშო უდაბნოდ გადაიქცევა არა კაცო ახლა არაბიდან გამოქცეული ხალხი ჩასახლდებიან არის თქვა თქვენ მაგაზე არის დარდოთ კაცო 1,700,000 გამოაკელი პენსიონერი გამოაკელი შეშიმეპირი და ის ბავშვებიც რო დაიბადა რამდენია იქიდან ღმერთმა ყველა ჯანმრთელობა მისცეს რამდენი შეშიმე დაიბადა კაცო ბიჭო რას ვაკეთებთ აი ხელისუფლებას ვეუბნები რას აკეთებთ ბოჭორიშვილი გიშველით უყურე ეხლა მოდი იმაზეც გადავიდეთ რა მარია ხო მართლა ბანე ერთი ექსკლუზივსაც მოგცემ მე მქონდა აკრედიტაცია გოსდუმის ეხლა ავიღე საგარეო საქმეთა სამინისტროსი და თავდაცვის სამინისტროსი რუსეთის ხო და უყურე მარია ზახაროვას განცხადება რო იყო რომ ქართველებშიო დაინტერესებული ესეო რომ დათმეს ურთიერთობა და ნუ რაც იყო განცხადება გაკეთებული რა ნიკოლოზ ბჯავანაძე რო შეეკითხა ბიჭო გამოვარდა ერთი ეფშტეინელი ქართულ ოცნების ლიბერალური მხრიდან და ესე ნახე რა მაგარ სიტყვებს ამბობს ბჭყალებში გაიწვიოსო აფხაზეთის დამოუკიდებლობაო დეოკუპაციაო და მე დავილაპარაკებთო ეხლა ქართველ კაცს რო ეს ესმის შეიძლება გითხრათ პატარა რა გეტყვილი რა თქვა ძალიან მაგარების არის ახლა ეს ყურში კარგად ხდება თითქოს აი იცით რა არის ბიჭო რავი მართალია ეს კაცი რა ჯერ ჯარი გაიყვანოს ეს გაიწვიოს და მე დავილაპარაკო მე რაზე დავილაპარაკო არ ვიცი მაგრამ იმიტომ რომ ეკონომიკა ისედაც აქვს 76% ჩამოკიდებული ხარ რა ვიცი უსაფრთხოება ეგენი რო არ იყვნენ აქამდე кайხნით დაშლილებიც ვიქნებოდით მაგრამ რაღაცა ელაპარაკო მაგრამ კაი გავყვეთ მაგ ნარატივს თეკლა კიდევ უკვე ენა მომწყდა მაგრამ კიდევ უნდა გავიმეორო ამ ხალხს უნდა უთხრა 34-33 წელია ჩვენ გენეტიკური წყვეტა გვაქვს აფხაზ მოსახლეობასთან ანუ აფხაზი მოსახლეობასთან ჩვენ სამეთყველო ენა ჩვეულებრივი ადამიანური სამეთყველო ენა ჩვენ აღარა გვაქვს იმიტომ თაობაა წამოსული რომელმაც რუსული არ იცია აფხაზმა იცის აფხაზური და რუსული შენ იცი ინგლისური და ცუდი ქართული ბიჭო უყურე რა იგივე შეიძლება ვთქვა სამაჩაბლოში მაცხოვრებელ ხალხზე ეხლა უყურე რა მე რო დავუშვათ აი რასაც შენ ხელისუფლებას ცხო რუსეთს რო აი ნაბიჯი გადადგი და პაჟალუსტა მოდი ახლა ეს შენ მხრიდანაა ესე ერთი რამხელა არა ესეთი რაღაც ხმამაღლა არ უნდა თქვა ვაფშეტა
იმიტომ ეს პროცესია, საერთოდ ეგ როიცოთ, ეგ არის პროცესი. და ეგ პროცესი რა არის, ეხლა უხსნი მე აი ამ ჩვენ დებილებს. იქ. უყურე, რუსებმა რო უთხრან აფხაზებს. ქართველები საშიში აღარ არიან. ქართველები აღარ გახდნენ საშიში, იმიტომ ტრადიციულ სამყაროში დაბრუნდნენ. ქართველი აფხაზ ქალს აღარ გარყნის. ქართველი არ შემოვა და რატომ 14 წელი გვცემდნენ და გვიჭერდნენ და რა ვიცი 5 წელს აძლევდნენ პიდარასებს რატო ებძვიო კაცო. რამე სხვა ვიტყუები კაცო მე ახლა აკა. ბიჭო ის აფხაზი ეს რა უნდა იერაქს მოკიდა ხელი კაცო. ეს შენი გარყვნილობა რა უნდა იმან ხელი შემოგაკლა თავი კაცო. შენ როგორ გინდა ეხლა გამოსწორდა ქართველი გაიგე შენ და აფხაზ მიწებს არ გაგიყიდით კაცო თუ მარტო სივრცეში დაბრუნდით აფხაზ მიწებს არ გაგიყიდით ბიჭო ის არ ეთქვით ჩემი რა აფხაზა თავისი გაყიდეს ბიჭო თავისი გაყიდეს კაცო მე ხო სულ დედას მიტირებს რისი კონტროლით შეეძლოთ ისიც გაყიდეს და ეხა დაამატონ კიდე სავაჭრო ისა ბოლომდე გავიდე აი ხლა თუჩი ახლა ვიცი რომ დგანან და მისვენენ იქ ოცნების ხელისუფლებიდან. კარგად ვიცი რომ მისვენენ. ხო გონები აქ რო ვერთობი, ესენი დგანან და ღმერთო მიშველო. სუათ ეყვირიან მერე. უყურე რა. მითხარით რომელ ჩვენ სამეზობლოში ქართველი ქალი მეგონებით ღმერთმა დაიფაროს მე პირიქით ქალის კულტი მჭირს კაცო. მაგრამ სხვა რამეს გეუბნებით კაცო. რაც ამ ქვეყანაში ხდება 34 წელი ბიჭო ხო ჩვენ ტყავზე და ციხეებზე და ცემატყეებზე გადაიარა ბიჭო მე რატო ბაია პატარაია არისო პროკურატურაში კომისიის რაღაცა თავმჯდომარე გენერალურ პროკურატურაში თუთბერიძე არისო განათლების რაღაცა ნაჩალნიკი იქა ბიჭო თქვენ გიჟები ხართ კაცო და ამაზე თავაზობთ ეხლა იმას აფხაზებს რომ დაბრუნდით ჩვენ სივრცეშიო სად დაბრუნდეს კაცო ეპშტეინიზმში ამას თავაზობთ ამიტომ თანაც ეხლა უყურე რა მე რო გეუბნებით რომ ესენი ვერ აღითქვავენ ემოციურად აფხაზეთის ტერიტორიას როგორც თავისი ცივილიზაციის ნაწილს მეხსიერების ნაწილს ტერიტორია რა არის მეხსიერება ქართული კაცისთვის არის ქრისტიანული მეხსიერება აი აფხაზეთში მაცხოვრის კვარტია დასვენებული და ეს ჩემთაობაშია კაცო თეკლა შენ შვილიშვილს ვეღარ მოსთხოვ მაგას ის ემოციურად ამას ვეღარ აღითქვავს კაცო თეკლა ეხლა არ მითხრათ აქ ვინმაც ეხლა ეს 500 კაცი რო გვისმენს რომ ვიღაცა ეხლა დგას და ტაოკლარჯეთზე მუხლებია გადაწყევებული დაბრუნებაზე და ნუ ვას ნაფიკ რა რო იტყვია ამიტომ ამას ისტორიული გამოცდილება გვეუბნება რომ დროის ფაქტორია დროის ფაქტორი და მე ეგად შენ შვილიშვილს ვეღარ მოსთხოვ და შენ შვილთან შვილს საერთოდ ხელი დაუქნიეთ კაცო თანაც კაცო იქამდე თუ მივედით კაცო ჩვენ ხო ნელ-ნელა ტუკ დაბლა ჩავდივართ კი არ ვიმატებთ ჩვენ დაბლა ჩავდივართ ამ დროს უყურე აფხაზეთი ჩეჩნეთი დაღესტანი ადიღე ინგუშეთი ოსეთი 71,000 უკვე იქ ომობს იქ რო ომობს უყურე ომობს რუსების გამო ხო ფაქტი ახლა ნუ მოვიტყვებთ ახლა უყურე ამ დროს რუსი ეუბნება აი იმ ქვეყანასთან იმ ქვეყნის სივრცეში დაბრუნდი რომელიც 9 მაისს ევროპის დღეს აღნიშნავს, გამარჯვების დღეს აღნიშნავს, ევროპის დღეს. ბიჭო, ის უყურებს ხელისუფლების პოზიციას, თეკლას რას აღნიშნავს დაბულაძე, ამას კი არ უყურებს, კაცო. იმ ქვეყანაში დაბრუნდით იმ ცივილიზაციაში, რომლებიც
უკრაინის გამო დარბიან რამშტაინზე, კაცო. რომლებიც ნატოს სწავლობებს აკეთებენ აქა. ანუ შენ მტრებში დაბრუნდიო. ეს გინდათ რომ უთხრას არ ეტყვის, კაცო. დროის ფაქტორი შენზეა, იმაზე კი არ არის, კაცო. ის ბირთვული ქვეყანაა, კაცო. ის ნომერ პირველი გახდა უკვე. კაი ხანია გახდა, პროსტო თქვენ არ გინდათ აღიარო თუ არა. რავი, აგვარებს ყველაფერს. ამიტომ როცა მაგასაც თავაზობ, ჯერ ისეთი ხმამაღლა არ უნდა გეთქვა ეგა. მე რო ყოფილიყავი, ეხლა მე არავითარ დიპლომატი არა ვარ, მაგრამ მე რო ყოფილიყავი მაგათ ადგილზე, აი საგარეო საქმეთა მინისტრის ადგილზე. უბრალოდ ვიტყოდი რომ მოხარული ვარ ესეთი წინადადებისთვის, მაგრამ გასარკვევია რუსეთის ფედერაცია რამდენად წამოვა, რამდენად არის მზად წამოვიდეს ქართულ მხარესთან მოსალაპარაკებლად, ყველა საკითხზე არ დაუკონკრეტებდი. ამ ბურთს ავიღებდი და იქით გადაუგდებდი, კაცო, მოედანზე. იმას ვათქმევინებდი თვითონ, ჩამოდით და არ არსებობს თემა, რომელიც არ იყოს მოლაპარაკების საგანი. თეკლა არის დიპლომატიაში საკითხი, რომელიც შეიძლება 100 წელი გავიდე და მე და შენ ვერ გავიგოთ. სანამ დიპლომატია არის, იქამდე ჯერ სპეცსამსახურები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, კაცო. და ეს არიციან მეთქი ამათმა რო ვეუბნები, ამიტომ ნუ სთხოვთ ამათ რაღაცის, ამათ მაიციან პროტოკოლური გადაწყვეტილებები. წითელი ხაზია. ბატონო პატა, რატომ გიკლირს? რაც ასწავლეს ისიც. არა, მე მაგას გეუბნები, უყურე აქ როგორ არის, იცი? მაგათ რაც ასწავლეს ეს ერთია. მათ კიდე არ ქონიათ არასდროს არ ქონიათ ურთიერთობა ტრადიციულ სამყაროსთან, ბელარუსიასთან, აი ესეთი დაუშვათ ირანთან, მხოლოდ და მხოლოდ, ანუ ესენი იმას კი არ უყურებენ, რომ აი ხვალ შეიძლება მე დღეს ისეთი გადაწყვეტილება მივიღო, რომ ადგილზე თეკლამ, ესე იგი, სულ მაგინოს და მაფურთხოს. მაგრამ თეკლას შვილი მომიხსენიებს, როგორ იცი, რომ იმ ბიჭს ეს გადაწყვეტილება რო არ მიეღო, დღეს ჩვენ ამ ტერიტორიაზე არ ვიქნებოდით. ანუ ამდენ წინ ვერ ბიჭო არის ცხოვრება არის ცოცხალი, ხო? აი შეიძლება დღეს აი როგორ გითხრა რა. ცხოვრება მოიტანა და პრემიერმა მახარაძის წინ აღიარა, ხო? ხო აღიარა, ხო მოусმინეთ დებატებში. გეკითხებით 1 წლის წინ მაგას იზამდა? ანუ სიტუაცია ამაზე უყურე რატო კინო წით მეთქი აი უყურე არიციან ტიპებმა არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკას ვერ ისწავლი. აი იცი რა, აი მე უყურე მე აქ ყვავს ექსპერტები და ამბობენ რომ მე ვარ პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი. ამ დროს წინა დღეს განცხადება გააკეთა ჯორჯიან ტაიმსზე, ირანში ომი არ დაიწყებაო და რო შეიკითხენ ამერიკიდან რატო არ დაიწყებაო? ამას გეუბნებით პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის განცხადებას, კაცო. რატო არ დაიწყება ომიო და იმიტომ არ დაიწყება ომიო, რომ ტაკერ კარსონმაო ისრაელის ამერიკის ელჩთან ინტერვიუ ჩაწერაო. მერეო და ანუ უყურე რა, ამ დროს მიმდგარია თელი არმადა იქა იარაღი და ახლა ტრამპი აიღებს ტელეფონს და აბა ჰე წამოვიდე ახლა უკან. აგე ინტერვიუ ჩაწერა ტაკერ კარსონმა და აბა ჰე წამოვიდე ახლა უკან, წამოვიდე რა ის ომი აგიტყდა თო? მეორე იმ ღამეს ომი ხო დაიწყო? კი არ შერცხვათ კაცო, გამოვიდნენ და ახლა ომის პერიპეტიებში ხილავდნენ. ანუ თვითონ საზოგადოებაში ექსპერტული თუ რაღაცას როცა ეძახიან, ესენიც არ არიან მზად და თვითონ საზოგადოებაც უყურებ პირდაპირ ტრაგედიაში ვზივართ მეთქი თეკლა და ამ დროს ვიხილავთ რაღაცებს იქა რავი რაღაც სიგიჟეებს რაღაცებს იმან ისა თქვაო კონგრესში იმან ის განაცხადაო იმან რა ქვია კალასმაო ზელენსკის ეს უთრაო ვაი შენს პატრონს რა ზელენსკი ბიჭო რი ზელენსკი გამოიხედე კაცო აქეთ თვითონ სფეროც არ არის ქვეყანაში უკვე თქვენ ვარ და უსმენ ბიჭო ფიქრობ ჯო არ შეიძლება ერთი ნორმალური კაცი ამოვიდეს თქვას რომ ბიჭო გაჩერდით კაცო
ხვალ რა მოხდება ვინმე მიცის? თეკა კიდე ერთხელ ვიმეორებ ქართველ კაცზე ბიძინა ევანიშვილიდან დაწყებული ბოლო ქართველამდე დამთავრებული არ არის შენზე დამოკიდებული ამ ქვეყნის ომში ჩართვა არ ჩართვა მეთქი თქვენ გონიათ ხუმრობ კაცო სურო არ მოინდომოთ სურო ყველა აი მართლა სახლებში ჩაიკეტოთ ყველა თან კამერები ჩართოთ მტკიცებულობის სახით არა ჩვენ აი სახში ვძვათ არ ვინძრევით თუ მოინდომეს ჩვენმა პატრონებმა დაიწყება მეთქი კაცო მარტივად დაიწყება დღეს ისეთი თანამედროვე ომია მე ამ მტკიცე შენ მე არ ვიყავიო შენზე კარგად იციან შენ რო არ იყავი კაცო მაგრამ ესია ჩაფიქრებული რომ შენ იყავი ამ დროს რას ვაკეთებ ჩვენ აქ რას ვაკეთებთ აი დგევართ რა და სანამ ერი მოვა და სანამ ომამდე მივალთ ჩვენი თვე ვაძლევთ იარაღს ხელში იმისთვის რომ გადაგვიარონ რომ დაგშალონ გაგვანადგურონ დაიცალოს სოფლები შობადობა ნაკლები იყოს სიკვდილიანობა მეტი იყოს ქვეყნიდან გაქცეული რაც შეიძლება მეტი ქართველი რასაც ხედავთ ბატონო პატა და რასაც ყვირი ხართ უკვე რამდენი ხანია ეგლა უკვე რაც ჩამოთვალე უკვე არის მეთქი რა ვიცი როგორ არ გინდათ ამის აღება რატომ გავაკეთე ანონსში ბატონო პატა თქვენ არიცით დასრულება არასდროს არც ერთ გადაცემაში არც ერთ ინტერვიუში რაღაცა პესიმისტური ტექსტები არ გჩვევიათ და მე რომ ვუყურე თქვენს პარასკევის გადაცემას TV Plus-ზე ბოლო სიტყვები იყო ეგეთი აღარაფერიც კარგახანს აღარ იქნება კარგადო და ამიტომ დავიჭირე ეს სიტყვები არაფერიც აღარ იქნება კარგად ეს ტექსტი გქონდათ და მან ყველაფერი გასაგები იყო. ამ ლაივსაც ეგეთი სახელწოდება დავაწერეთ. თქვენი სიტყვების ციტირება აწერია რომ იცოდეთ. ეგლა რაც თქვენ სტატისტიკის მოусმინეთ. რამდენი 100 წელი უნდა რომ ეს გამოსწორდეს. ამ პერსპექტივას ხედავთ ამის გამოსწორების? თუნდაც რამე აი ცდელობა აი თუნდაც სიტყვიერი ცდელობას რამე ხედავთ რომ გამოსწორდეს? რატო იტყუებთ თავს? ბიჭო რატო იტყუებთ აი ეს მაგიჟებს? კიდე ერთხელ ვიმეორებ, თუ ამ ქვეყანაში კიდე უსაფრთხოდ დადიხართ, ჩემს სახლიდან 36 კილომეტრში. აი ესენი როდგანან აი ამათ იმედზე ხართ, კაცო. აი ამის ეშინია, თორე განახებდნენ თქვენ როგორ უნდა ამ ქვეყნის დაშლას, კაცო. განახებდნენ როგორ უნდა აზერბაიჯანთან სახმელეთო გზის გაჭრას. რას ბოდიალობენ აქ ეს სულელები ესენი. აი მაგას უწევენ ანგარიში და ეგ როდის გამოჩნდა იცი კასპიის ზღვა რო დაბომბეს და იქიდან ამ დათმა რო დაიყვირა იქ ისრაელს რო დაუყვირა ეგ ჩემი გავლენის პერუაო და ისრაელმა ეგრევე ოპა ლაპები რო აწია სოს დაიომსა მეორე თაღად დაუბომბავთო კი არ შეეკითხა აზერბაიჯანს სომხებს ქართველებს ჩემი გავლენის პერუა და მეორე ბომბი მანდარ ჩამოვარდესო კაცო კიდე გეუბნები, კი არავის არ შეეკითხა ამ სამ ქვეყნიდან. თქვენ პაშინიანი დებილი გონიათ საქართველოს რომ განცხადება გააკეთა პუტინი ჩემი უფროსი ძმა არისო? იმას თავი ქუჩია გომრის ბაზა უდგას, 3 დივიზია დგას, კაცო იქა. დაცულია ეს ჩიტირისტებით. შენ რა შვებით აქა, კაცო? ბოჭორიშვილის ამ არ აყრუ ხარ დარჩენილები ვერ ხედავთ და კლუბის გულაშვილის კლუბის ამ არ ხარ დარჩენილები ტელეიმით რო ცხოვრობთ კაცო თელი საქართველო ბატონო პატა დაბალი რანგის თანამდებობა რო ეკაოს ამ ბოჭორიშვილს ჩვენ პიროვნული ინტერესი კი არ გვაქვს ამ ადამიანის მაგრამ საგარეო კუთხის ქვეყანაში პირველი პირია საგარეო კუთხის განხრით არც დიპლომატია გააჩნია ქალს, არც ტაქტი გააჩნია. დიპლომატს ის უნდა კონდეს გათვლები, რომ უკან დასახევი თუ რამეა დიპლომატიურ ენაზე დაიტოვოს. ისე ცელავს უკან და ჩეხავს უკან დასახევს, გეგონება მისი ეზოს ბოსტანს ხლავდეს და ეს ქვეყნის საფრთხე არ იყოს სამომავლოდ. ის წავა წაეთრევა სადღაც. ჩვენ ვიკითხოთ, ჩვენ ხალხნო. ჩვენ უნდა ამოვიღოთ ამაზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიჩხუბოთ, რომ ვიღაცა ნორმალური გვაღირსებს თქო. ეგლა გახსოვს მე როდის ავთქვი რომ ბიჭო 300 წელი ხო დგას მე კიდე ვიმეორებ ეს ჯარი ხო დგას 300 წელი აქა ბიჭო ახლა ხო მაინც კიდევ ერთხელ ვიმეორებ მითხარით სოფლიოში ძალა მითხარით ვინც ამას ამ ჯარს გააყალინებს ხო
ხო არ არსებობს. აი უკუნითამდე ხო ვერ გავაყვანებ. 300 წელი ხო არ კიდე 300,000 წელი კიდე აკიდგება. ბიჭო, მაინც დგას მეთქი რო ვეუნები ხალხო. ძვრას ვერ უკეთებს ვერავინ. აწი საერთოდ ვერ გაუკეთებს. ბიჭო, ნუ თუ რთულია. რო უთხრა შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? დედაქალაქიდან 36 კილომეტრში იდგება თუ დედაქალაქიდან 500 კილომეტრში იდგება. შენთვის ქართველისთვის რა მნიშვნელობა? უკვე დგას მეთქი, კაცო. რო ვეუბნებოდი რომ მაიტა რა არენდით რაღაცა კანონიერის ძალა მიცეთ და უთხრათ რომ მაიტა რა ეჯარი აქ რა რო იხრაკებ წამო რა ზღვაზე გადადი თურქეთის საზღვართან დააყენეთ ბიჭო ბირთვული ქვეყანა დააყენეთ თურქეთის საზღვართან რო ვეუბნებოდი გახადეთ შენი ქვეყანა გახადე გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეძინე შენ ქვეყანას ფუნქცია რომ აი ამას უღირდეს უკვე შენი შენს გამო იმ აფხაზებსაც დაუძახოს, ოსებსაც დაუთრას, იმიტომ რომ სასწორზე უფრო დიდი რამე დაუდეს, ლუკა, უფრო დიდი რამე. ახლო აღმოსავლეთის პრობლემას უწყვიტავ, მთელი კავკასიის პრობლემას უწყვიტავ და წარმოგიდგენია ვიღაც 100,000 აფხაზის გამო, წარმოგიდგენია რა სიტყვის იმ აფხაზებს, ბიჭო, რატომ ალაპარაკებთ ყველაფერს ეს ხმამაღლა, კაცო? ფუნქცია დააბრუნი ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ფუნქცია მნიშვნელოვანი გახდი კავკასიაში და მორჩა წერტილი ყველაფერი პრობლემა დამთავრებული ამ ქვეყანაში ეპშტეინი ჩემთან კი აღარ ექნებათ პრობლემა აი ამ კაცთან ექნებათ მე პრობლემა თუ ვინმე რამეს გაბედავს და გადატრიალებებს LGBT-ებს რაღაც სიგიჟებს კაცო ეხლა როგორ ახართ ეხლა ყნებით უკვე მართლა ყნებით კაცო ჩემი არძილად ხელისუფლების აღარ გჯერათ ბიჭო ვისი ვიღაცის კაი ოპოზიციის თქვენივე ოპოზიციას დაუჯერეთ სუკა თქვენივე ოპოზიციას ყნებით ხვალ აღარ იქნებით თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს იმიტომ რომ ის ქვეყნები უდაბნოებად გადაიქცევა მალე აგერ აქ ბაჯაღლო მიწა უკვე და რა გინდა თქვა ყველაფერი კარგად იქნება? ვისი ბოჭორიშვილი გამარა დარჩენილი ქართველებს როგორ უნდა ვიყოთ კარგად, კაცო? შენ ჯარი გაიყვანოს, ვაი შენს პატრონს, ღმერთმა რაქნას ჯარი გაიყვანოს. ჩემზე იმიტომ არ იბომბება. შენ როგორ ფიქრობ, ირანის ელჩმა რატო გააკეთა ეს განცხადება, რომ ჩვენ საქართველოს არ დავბომბავთო? ვინი ჩარეჭ რა, ახლა კომახის თვალები მოეწონა თუ იმის ბიძინა ივანიშვილის. გაგება არ უნდა, ბიჭო. მე რატო იცი? რატო არ ვიცი? ესენიც კარგავენ. ესენი უყურე ესენიც იმ სამყაროს წევრებიან მეთქი, რომ მე ბაბა ბიჭო არავარ მეთქი თქვენი სამყაროს წევრები, იმიტომ რომ ბიჭო რაღაცა სხვა თემაზე ლაპარაკობთ. ემიგრანტებსო ერთი იხილავს ემიგრანტებს რომ ის აუგზალეთო გლოვოს ტარებაო ამითო ქართველებსო შრომის ბაზარიო ბიჭო აიმე ფიქრობს ბიჭო რავი ხვალ ეს გლოვოს ოხრად დაგჭება ეს ბაზარიც ოხრად დაგჭება და მე კაცო რა ვიცი უყურე სიტყვას დაუკვირდით ხალხო 400 სოფელი ზოგი მცირე ზოგი დიდი ზოგი საშუალო ფუნქცია ესე იგი სიცოცხლე დაამთავრდა იქ კაცო მეტი რა გითხრათ ესაც ჩემი სიტყვები ხო არა სტატისტიკაში შედით კაცო იმ ხელისუფლებას პრეტენზიას ვეღარ წაუყენებ რომ ისა მიმალავდიო არაფერს აღარ გიმალავთ პირდაპირ გეუნდებათ რა დღეშიც ავართ ამისთვის მივესალმები კაცო ამისთვის როგორც იქნება გაბედა და თქვა სიმართლე რომ ბიჭო აი ესა გჭირს ეს კი მოგაქვს ამ ესეთ რაღაცა გჭირს კარგია რომ აღიარეს და ყოველ აღარ ერიდებიან როგორ უნდა მოუარონ ამ პრობლემას ეგ არ იციან ეშინიათ რატო ეშინიათ იცი აი ნებისმიერი ქართველისთვის ქვეყნისთვის თავის დადება ხო ეს არის ქართველი კაცის მისია იმათ ეს ვერ წარმოუდგენიათ ხდები როცა მე მაგათ ვეუბნებოდი თქვენ ისე არ გინდათ სიცოცხლე როგორც ქართველ კაცს საქართველოსთვის სიკვდილი
წესით ქართველი კაცის მისიაც ეს არის კაცო, მისი მთელი მისია, ფუნქცია არის ის, რომ ამ ქვეყანას ღმერთის მტკიცებულებას შეწირო შენი, იმიტომ დაგბადა ღმერთმა კაცო. ეს ფუნქცია დააკარგინეს. ქვეყანას ყველა თანაც როგორია რომ უყურე რა, ამ პატარა ტერიტორიაზე სამი ჰავა გვაქვს კაცო. ვისი სამართლო რამდენი ტიპის ნიადაგი გვაქვს მარტო და მაგას რა გჭირს ჩვენ ვისი აქეთ დავეხმაროთ წყლის რესურსი რამხელა გვაქვს ბატონო პატა რისი პრობლემაც შეიქმნება ძალიან მალე მსოფლიოში მაგას ვამბობთ ეკლა არავის ჩვენი დახმარება არ გჭირდება კაცო აქეთ დავეხმარებით გინდ ინტელექტუალურად და გინდ ჯანმრთელი და ჯანსაღი პროდუქტებით კაცო ბიჭო 16 მილიონი ცხოვრობს კასპიასპის კრაიში მოდიში 23 მილიონი ბიჭო 3 მილიონმა კაცმა რა პროდუქტი უნდა გამოუშვათ ისეთი რომ 23 მილიონი მოსახლეობა დამეკმაყოფილოთ სად გამიხართ იქ ევროპაში უნდა გავიტანო რა ის ევროპაში უნდა გაიტანო ბიჭო ვისაც ჯანდაბა თუნდა შენი იქა აი ეს კეკლუცობა ვერ დამთავრდა ამ ქვეყანაში კეკლუცობა და ამას ქვეყანას ხვალინდელ დღეს აყოლებენ კაცო შენი შვილის იმის შვილის ყველა შვილის სიცოცხლეს აი პროსტო აყოლებენ ამათ რა გუნდით იცი ამათი დაიწყო ეს ქვეყანა და ამათი თავდება კაცო და რო არ დაბადებულა იმათ რას ვეუბნებით თქვენ რა გონიათ ის 100,000-მა კაცმა თავი რომ მეუკლე უკან დედა არ მიყვებოდა იმ შვილს რატო დაებიჯებინა ფეხი კაცო რა პრობლემა იყო შვილს გადაარჩენდა როგორ აქვს ყველაფერი კარგად მითხარით იქნებ მე მეჩვენება კაცო შეიძლება გავგიჟდი მეჩვენება და რავი ყველაფერი კარგად არის და მე მეჩვენება როგორ ეუბნებოდით რომ ეს პრობლემა ეს ღრუბელი მოდის შევთანხმდეთ რაღაცაზე ქართველებო გეხვეწებოდით გადავდავლიოთ ეს სიძულვილი ამ ღრუბელი რომ მოვა მე გვიანი იქნება უკვე კი აღარ გეუბნებით მოდის მოვიდა აგერ არის ჩვენ საზღვრიდან 531 კილომეტრში და ხვალ რო ატომს დასხონ იქ ელექტროსადგურს რავი გუშინ ქარი იყო კი გააწეთლა ღრუბელი ატომიც რო არ იყოს რადიაციამ რო გაჟონოს ეგეც რამხელა რეალზე გავრცელდება რუკები არიციან ბატონო პატა ელემენტარული გეოგრაფია არიციან და რა რეგიონში ვართ ეს არიციან რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ ვერ იაზრებენ გავრცელების არეალში გინდ მაზე რო იცახიან ირანზე ამოწყდნენ ნიკო შენზე არ გავრცელდება რომელ რეგიონში ხარ რუკას დახედე ჩერნობილია იმან მოაღწია აქამ მაშინ შეიძლება დაბადებული არის თაობა თქვენ გესმით 531 კილომეტრია კაცო ჰაერზე არის 500 თუ ეხლა ის პერევალზე კი არ არის ის რადიაცია კაცო ის მოდის ჰაერით კაცო რავი გუშინ გააწეთლა რავი საგაწეთლი და რაღაცეები იყო რავი რაღაცეები დავინახე რაც გიჟობოთ აქა ბიჭო ხვალ რა იქნება არავინ არ ვიცი და ვინახართ მზად მე აბრალოთ კომახიძის ბრალი არა მახანეძის ბრალი არა გოგავას ბრალია თეკლასი კაცო რა მნიშვნელობა აქვს მე ვისი ბრალია დავშე და რა შვებით მე და ეს ჩემი ეპშტეინელები ჯერ გაიწვიოს ჯერ ჩადის სუკა ჩადი იქნებ რას გელაპარაკება ეს კაცი იქნებ ისეთ რამეს თავაზობს შენ ეპშტეინ ტვინში იქნებ ჯერ აღმოდიდეთ და ამიტომ არის ტუპიკური იმათ იმრუსებმაც იციან კაცო იმათ რუსებს მაგარი ყავთ ესენი დაჭერილი რა აი როგორ აყავთ დაჭერილი იციან რა ეპშტეინელებიც არიან და რატო ქართველი კაცის გული რატო უნდა გადაიკიდოს ქართველების გასაგონად ამბობს მობრძანდით ქართველებო დავილაპარაკოთ რატო ამბობს იცი კარგად იცის რომ ესენი არ ჩავლენ კაცო სურო უთხრათ მოდი აფხაზეთზე დავილაპარაკოთ მაინც არ ჩავლენ კაცო ესენი ამიტომ ისაც რამე რო იყოს კაცობრიობას ეთქვის ამოუღებს აესეს სიას წლებით რავი ვეძახოთ აგე პრეზიდენტის განცხადება ამის განცხადება იმის განცხადება აგე მინისტრების განცხადება ვეძახოდით მოდი
იმათ მაიცია რომ არა ხარ შენ ჩამსვლელი იქა. იმათ მაიცია რომ შენი განცხადების და შენი წარსული ცხოვრების მძევალი ხარ, კაცო. როგორ წახვალ? სად წახვალ, კაცო? რო მიდიხარ რას თავაზობ, თუ ფუნქცია არ შეძინ, რა უნდა შესთავაზობ? რაც უნდა ყველაფერი აქვს, კაცო. უფრო მეტი აქვს ეხლა ვიდრე ქონდა. შენ რომ მიდიხარ რას თავაზობ? შენ ერთადერთი შესაძლებელი ის აქვს რაც მე გითხარით, კაცო. შენ თუ ხდები მნიშვნელოვანი ქვეყანა, თელ კავკასიის რეგიონში მაშინ აქვს, იმას მაშინ უღირს. როვეუნები რის თაობაა წამოსული, რომელიც უკვე კამუფლიაჟია, თელი იფიქრე რომ თელი რუსეთის რუკას რო გადახედათ, იფიქრეთ რომ იქ არის კამუფლიაჟი, აი სამხედრო კამუფლიაჟით შეცვალეთ, სულ სხვა თაობაა წამოსული, კაცო. მორჩაკინო, ეს სტატუს კვო ძალიან კარგად აწყობს. დაგიჭამიათ ერთმანეთი, კაც მე რაც მინდა მაგ, აი ეს ამენით გეუნებით, ახლა უტრირებ ცოტას, კი ბატონო. დალში რასავშებით მეთქი, კაც. დემოგრაფიულად 5 წელი მე ადრე მეგონა კაცო რაღაცა 50 წელიო რაღაცა და არა კაცო ახლა რო წავიკითხე 9 მილიონი იბრიდება და 2-ზე 9-ჯერ ნაკლები იბადება, რატო ამას 50 წელი, აგერ 5-10 წელი და დამთავრებულია შენი საკითხი. რა შვებით, კაცო? ვინც ვართ ის გავბივართ. ვერ იმის საშუალებაც არ აქვს თუ უცხო. მტერი რაღაცო იბრძოლებს, ბატონო პატა თვითონ დგავარ თვითგანადგურების გზაზე. მტერი რაღაცო იბრძოლებს და არჩება მიწა ესე ჰაერზე. მაგას არ თეკლა ორი გადაცემა შენთან მაგას არ ყვირო არ. ბიჭო, რითი აკავებთ იმ ახალგაზრდას? ბიჭო, ახალგაზრდას ხა ბიჭო, ჩემნაირად 60 წლის კაცი კი აღარ არის უკვე შვილიშვილების იმას და იმებს დაძებს, კაცო. იმასაც უნდა სიცოცხლე, რაღაცა. რა უყვარდეს ამ ქვეყანაში გეკითხებით, რა უყვარდეს? პაკისტანელი, ეს მილიონერები, გაზოლუქებულები, მაგათი შვილები, მაგათი ცოლები, ბლად, მარტო პედიკურზე იქ რო ჩადიან პარიზში. მარტო პედიკური რო გაიკეთო. გეკითხებით, რითი აკავებთ ამ ახალგაზრდობას აქა? ეკონომიკით, უსაფრთხოებით, სიყვარულით ქართველების ერთმანეთის ეკლესიის სიყვარული, რითი აკავებთ? რატო უნდა გაჩერდეს, კაცო? შენ გადაცემაში არა ვთქვი რომ დედა რო ხარ, ბიჭო, შენ შვილს რო ძინავს ერთი კითხე იმ შენ შვილს, კაცო, კითხე კი არა, შენ დაფიქრდი, ჩემ შვილს ამ ქვეყანაში ხვალინდელი დღე რა პერსპექტივა აქვს? არ ეკითხებით? სამომავლებით რო პოლიტიკოსობა გადადის, ვერ ხედავთ? ესაც ჩემი მოგონილია? რა ვიცი? თუ კი ვარ შეჩეული თქვით ეს გიჟია, კაცო, ცნობილი გიჟია და გაატარეთ, კაცო. შენ რა მე შეუბედურ დღეზე გაჩენილო. შენ შვილს იქ არავინ არ მიასუნინებს. ის დაკავებულია უკვე 34 წელია, კაცო. ეპშტეინელების მიერ. თუ გინდა სულ ტვინი გადმოზიოდეს, აი ტვინი რო გადმოდის, იმიტომ არ მიასუნინებენ იქა, კაცო. არც ბიზნესში და არც მეცნიერებაში და არცად, კაცო, ის დაკავებულია უკვე ამ ეპშტეინელებისგან. 34 წელი თაობები გაიზარდა მაგით. ვის რა ჩემფეხებად უნდა შენი ქართველობა და ხმართიკა. რამეს ვიტყუები, თუ აი, ბიჭო, როგორ ახანახა, როგორ არის ხოლმე, იცი? აი, როგორ რა შევხედა, ვიცი? აი, მახინჯირო სარკეში ჩაიხედება და სარკეს დამტრობას რო დაუწყებს. თითქოს სარკე იყოს დამნაშავე, რო ის რა ქვია, ესეთ მახინჯიროა. თეკლა როგორ ავთქვა, რა მოვიტყუთ მითხარი? არ შემილია. რა ისია ჩემო თეკლა საქმე? არავის არ ვაშინებ და მე ანალიზს არ ვაკეთებ ხალხო. მე არა ანალიზი აგე სხვა იქით კაცო იქით ტელევიზიები და მეგევნებით მოცემულობა რაც არის, რომელიც ყველა ენას უჩლიკავთ და მის აღიარება არ გინდათ, კაცო. იმის აღიარება არ გინდათ, რომ კვდებით უკეს, მარჩა მთავრდებით. ის წავიკითხეთ რა, აი, ვაიმე, ამდენი და ვაიმე, დედა რა ცოტა ყოფილ ვართ. ეს არის გამოსავალი. მე ახლა ხელისუფლებას ვეუბნები რა. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში.
ხვალ შენი მშობლიური ერი აღარ იარსებებს ფიზიკურად. ამას სხვა ხალხი ჩაანაცვლებს, კაცო, არ ეგონათ ეგრე არც ფრანგებს არ ეგონათ. ვის მადრიდში რა პარიზში ესე არ არის და აი ბრიუსელში და ლუქსემბურგში სხვა ფეხებდნენ კიდე იქ რა არის კაცო. მე აქ მაინტერესებს ჩემ მშობლიურ ხალხთან როგორ მექნება ხვალ ზე 10 წლის მერე. რას მადრიდი მხავს? იმათ სხვა ფსიქოლოგია აქვს, ის სხვა სამყაროა სულ კაცო. მე 3000 წლის სახელმწიფო ვარ კაცო. არც ჩემი დაწყებული ეს ქვეყანა და არც ჩემი თავდება კაცო. რა არ გავაგრძელოთ ამ ქვეყნის არსებობა? ესე არ შევხედოთ ამ ქვეყანას, რატო კიდევ ყობახიძე ცუდია? არა კაცო, მახარაძეა ცუდი. არა კაცო, ის ამას ამდიოთ როდემდე. ახლა ამას იმას ვეუბნები თქვენ კაცო, ყობახიძეს ვეუბნები. რა გაგვიტრაკეთ საქმე ამ ნაცების დევნით თქვენი ევროპის პარლამენტარების დევნით. ფეხებდნენ კიდე კალათმარა განაცხადა კაცო. მე ვიცი რომ ხვალ ჩემი ერი აღარ იარსებებს. კვდები და მიტომ, სუკა. რამე ტყუის ხვალ მომო. არ ჯერათ ჩემი, რამე თქვენი სახელმწიფო სტატისტიკას გადახედეთ. ტერიტორიებს გადახედეთ, სოფლები როგორ იცლება, კაცო. ფიზიკურად შეწყვიტა მე გიგეონები დეკემბერში 400 რაღაცა სოფელმა. იცით ეს რას ნიშნავს? თქვენს მაგვირად სხვა ჩასახლება იმ ბაჯახლო მიწაზე. ესია. მაგრამ მიწერენ კიდევაც კომენტარებში კასპის რაიონში სამშობიარო დაიხურაო, სოფლები ვიცი ბატონო პაატა, სადაც 1 და 2 მოსწავლე ყავთ და იძულებული ხდება უკვე განათლების სამინისტრო რომ ის სკოლა დაიხუროს და 5-6 სოფლის სკოლა ერთად შეერთებულზე 4-5 ბავშვი ძლივს ყავთ პირველ კლასელები. ეს კატასტროფაა ერის და იმ სტატისტიკაში რაც წერია, ეგეც გაბერილია ბატონო პაატა. ამდენი ხანი მალეს და რაც გამოაჩინეს და რაც მათ კაბინეტებში დაწერეს, ვითომ როგამ საქსტატიო და მთელია, ვითომ ქარელშიც დახურეს სამშობიარო გვიწერენ. აი წარმოიდგინეთ რამდენი რაღაცა, რაც გამოაჩინეს ის კოშმარია და რაც დაგვიმალეს ჩვენ ხო ხედავთ რეალობაში ყოველდღიურობაში. ქართველები ვართ, ვიღაცა ნათესავი ყავს, ვიღაცა ახლობელი ყავს, ამა თუ იმ სოფელში, ამა თუ იმ რაიონში, ამდენს რო ვიგებთ. შუმათ რო ვართ და წყნარად რო ვართ და ჰარი-ჰარალეზე რო ვართ და ვითომ არაფერი ხდება, მე გამკვირვებია ამ ხალხის. როგორ შეუძლიათ ვითომ არაფერი უყურონ ამ პროცესს? ეგლა იმდენად ცუდად არის საქმე რომ რაც შენ ჩამოწერე, ანუ იმათ უკვე აი აქამდე მივიდნენ რომ აი ამ ტვინში მივიდა ისეთი აზრი რომ ბიჭო ეს რო ესე საგანგაშოთ არ დავწეროთ, კატასტროფა კი არ დავწეროთ რომელიც მართლა. საგანგაშოთ რო არ დავწეროთო, ბიჭო ცუდად გამოვჩნდებით, ძალიან სინაგლეში ვიქნებითო. სინამდვილეში აზრიხათ რას მალავენ? გადაცემებს გვიძღნიდნენ, ესენი რომ კაცო საიდან მოიტანესო რომ არ გახსოვთ კაცო 3-4 თვის წინ ამობთ ეგეთ რაღაცები. დღეს უკვე მაგას ვეღარ ამობთ ეკლა. ხვალ უკვე უფრო ცუდ სიტყვიან, ბიჭო რავი, იტყვიან და რა გამოსავალია იგი რომ იტყვიან კაცო. ბიჭო ქვეყანას რას გეუნებით ბიჭო, რა ვიცი. ახლა ჩემგან კიდევ ერთხელ ამ ქვეყანა მე მინდა რომ ბიჭო ქვეყანა იყოს პირველ რიგში დაზღვეული უსაფრთხოებით კაცო. რა არის, ნუ თუ იმას აქვს თუ წამოს სახში ლუსვანი მომიჭერდეთ და მიჭერდეთ კაცო. ბიჭო დააზღვიეთ ეს ქვეყანა მეთქი, რას ვეუბნებით, დააზღვიეთ. როგორ უნდა დააზღვიო შენ არ ახარ იმდენი ფიზიკურად აღარ ახარ იმდენი რომ შენ დააზღვიო კაცო, ამ დროს გეუბნებით აგერ დგანან კაცო. დააბრუნე შენი სტატუსი რომელიც 90-იანებში გადაეცი ეპშტეინელებს, უკან დაიბრუნეთ ეს ქვეყანა მეთქი, რას გთხოვთ კაცო?
გახდი ის რაც იყავი ანუ ფუნქციური ქვეყანა გახდი მე იბადება როცა ფუნქციას იძეს ეს ქვეყანა მე იბადებიან სტალინები დიდი მეცნიერები ბევრი აი ყველაზე დიდი ხალხი იზრდება მე კაცო ამ ქვეყანაში რატო იცი მე შენ აღარ ფიქრობ რაღაც ეპშტეინებზე შენ ფიქრობ განვითარებაზე გამრავლებაზე და მე ქართლის გენეტიკა ესეთია რომ ყველა გეუნებით ხალხო ყველა კაცობრიობის განვითარებაში აი ქრისტეს შობიდან დღემდე ვერ დამისახელებთ ვერცერთ მაგალითს ვერცერთ რომ კაცობრიობის განვითარებაში ტიტანურ განვითარებაში ქართველის ხელი არ ერიოს სომეხის და აზერბაიჯანის კი არა კაცო მაპატიონ ახლა იმათმა ქართველის ხელი კაცო ამიტომ ესე გააკეთეთ არ გააკეთეთ რავი საცა ყველა იქაც მე კაცო გაეშვით ბიჭო იმ ევროპაში რო არიან გაქცეულები და იქ თორე ისინი ეხლა ჩემენას ვერ გაიგებენ ისინი გაიფშტიან აი გატვეს ტრანსგენდერებული აი რო იცინია ხო იცი აქ რო შემოდიან ყველას არ ვამბობ კაცო ხო აი ისინი ვერ იგებენ იმათმა იქ დაბადებული გაზდილები არიან სხვა ცივილიზაციაში არიან კაცო ამიტომ ბიჭო რა ვიცი თქვენ ცხოვრობთ ჩვენ ცხოვრობთ აქ ეგ რა ვიცი თუ კიდე ვიტყუთ თავი და ვიყოთ ბიჭო ირანელმა კაცმა ეთმა თქვა აქ რა ბიჭო რამდენი წელია ჩვენ ათობით წელია სანქცია გვადევსო თქვენ ვარ სანქცია გადევთ არც არაფერიო და ბიჭო ნახდეთ არ მეგონავთ ჩვენზე უბედურად თქვენ ცხოვრობდითო კაცო აი რა მაგერგენი რასაბროს ამიტომ თუ გინდათ რა ვიცი თუ მაინდამაინც ჩემგან გინდათ გაიგოთ ყველა არაფერი კაცო ჩემს მერე გადართით იმედზე და საქართველოს გუგულებს კაცო ბაბანებს აი მაგრა ვართ მოკლედ ზატო ის ხო კარგად იციან რომ გამომიქვეყნებენ რაღაცა ეპშტეინული ორგანიზაციის საქართველოს ეკონომიკით 9% მოიმატა სტატისტიკაში ვის ფულებს გვითვლიან უბრალოდ ანუ საერთო ჯამი ხო გამოყავთ მართლა რაღაც ბიზნესმა მოგება ნახა და ამის საერთო ჯამი გამოყავთ მაგრამ ეს არის ის ერთეული ხალხი ზემოთ ვინც არის კაცო ზემოთ ვინც არის ის ხალხია თორე რიგით ქართველს რა მოემატა მოდი ეს მითხარი რიგით ქართველს სადა აქ პლუსი და სად არის კარგ სიტუაციაში ერთეული ოჯახების გარდა ხარის ორი კატეგორია უკვე ქვეყანაში ბატონო პაატა მე ამ პროცესს ესე ვუყურებ რა არ არის სამი ფენა ქვეყანაში მოსახლეობის არის ორი ფენა მხოლოდ დარჩენილი ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ და ჩვენ ვართ ადამიანები რომლებიც ვარსებობთ და ვიბრძვით გადარჩენისთვის შუა ფენა საერთოდ გააქრეს საშუალო ფენა ქვეყანაში არ არის არ არის და არც იქნებათ ეკლა კიდევ ერთხელ გეუბნებით ნუ გექნებათ თუნდაც თქვენმა შვილმა რა ვიცი მე შენზე არ მომბ საერთოდ ვამბობ შენ თუ არ ახარ ეპშტეინიზმში ანუ გარყვნილი ტყუილად ნუ ფიქრობთ ხალხო რომ რამეს მიაღწიოთ ამ ქვეყანაში ან პოლიტიკაში ან სპორტში ან სიმღერაში ან მეცნიერებაში ან რამეში არავის თქვენი ცოდა აქ აღარ ჭირდებათ კაცო იმიტომ რომ თუ შენ იმ სამყაროს წევრი არ ახარ ისინი კაი ის შთამომავლობით გადადის უკვე კაცო შთამომავლობით სპორტი გინდა მუსიკა გინდა რავი გინდა ის გინდა რამდენი ნიჭიერია კაცო დაკარგული რაკეთ საქართველოსთან გაქცეული და იქ მიღწეული რამდენიც გინდა 100,000-ობით რატო აქ ვერატო აქ რამ შეუშალა ხელი აქ იმან შეუშალა ხელი რომ ამ ეპშტეინიზმა უკვე შთამომავლობით გადადის კაცო და რავი თუ კიდე თქვით რომ კაცო ამას ელანდება და რავი გიჟია და გაატარეთ კაცო ტყუილა მაგ თუ არ და რავი თქვენ თავს მოატყუეთ მე კი არ მომატყუეთ კაცო რავი ჩემი შვილები საერთოდ არ არიან აქ ფიზიკურად არ არიან არც ალოზს არ ყოფილან სიმართლე თუ გაინტერესებს რავი თქვენი ფიქრეთ კაცო თქვენ ახალ შვილები მე ხანახან ფიქრო ხოლმე აი სიკლავ თავს კაცო მაგრამ ბიჭო კაი მაპატიეთ ახლა მაგირო თქვი არ შემილია მე ვერ წავა ვერ გავაკეთო ო რავი არ შემილია და რა გავაკეთო ო რავი ესია რა თეკლა რა ესეც მდგომარეობა დაგახაროთ რა გითხრათ კარგად იქნება ყველაფერი მეთქი რავი შენა თქვი და გავჩუმდები მე აღარ ვიტყვი არაფერს
ბატონო პატა ნახეთ მე რომ ეგ თქვა უნდა ვიყო მატყუარა და რატო რეალობას ხედავ და შეგიძლიათ ობიექტური სიმართლის დანახვა ადამიანს რმა უნდა იყო ეგ ერთი რამეც რა უყურე ერთი რამეც რა არის რაღაცები ხა არ მინდა წინასწარ თქვა იმიტომ რომ ხო და უყურე მე რაღაცა ეგ მომივიდა ხმები რომ ვიღაცები იქ შენზე თუ რაღაცებზე წერდნენ უყურეთ ეკლა თუ შენ აი როცა შენ ყურებას ეხლა რო უყურებ 78000 ხო ეს ხო არ მეშლობა 78000 ხო ეს არის ხო თუ რა როგორც არის რა არა ბატონო პატა ნახეთ ზემოთ ეხლა ამ წუთას ლაივში 398 კაცი გვიყურებს და ჯამში 14700-ია ჯერჯერობით უყურე სრულიად საკმარისია და მე უკვე ამას Facebook-ზე და YouTube-ზეც გავავრცელებ რა თქმა უნდა რა უყურე ერთმე დაიმახსოვრე თუ შენ გინდა რომ სერიოზული რავი ესეთი სტუმრებს ყოველთვის იყოს შენთან მოსვლის სული კონდეთ ერთი რამე იცოდე რა თუ შენ იმ ჭაობს ან პასუხს გასცემ ან იცი აი ანუ შენ თუ იქ გადაინაცვლებ თქმა მე აღარ დამეწახო რა კინო გეწყინება მოდი ჩემთან მოდი ტელევიზიაში და იქ იულა რატო იცი თუ შენ ისევ იქ მაბრუნებ იმ ჭაობში აქამაკ უკვე ეგა რა და ყველა ესე გააკეთებ დაიმახსოვრე არის კიდე მეორე ქართული შური ქვია აი თქვენ ეხლა რა კატეგორიას სტუმრები მყავს და იმათ თონემდე რომ მე ჩავიდე ბატონო პატა და აყვე მართალი ხარ და მე მახსოვს თქვენი მამაშვილური რჩევა გულის თქივით რომ აფეთქებული რო ვიყავი ყველაზე მეტად ხალხო ცენზურის პრობლემა მაქვს ბატონი პატა მამისტოლი ადამიანია და მას უყვარს ხოლმე აი გულიანად ქართულად აშკაცურად ხან შეგინებაც ხან რაღაცა და ჩემთან ჩემი პატივისცემით ეს ადამიანის მამისტოლი კაციც იკავებს ხალხნო თავს და გულის თქივით რომ უთხარი ბატონო პატა მეც შენც მიგვაყოლეს მოღალატეებში და გულანძღეს გვაგინეს თქო და საყვედური მითხრათ ეკლა შენ შვილო არ უნდა აყვე ეგეთებს არ უნდა გეწყინოს ეგეთები არ უნდა მოусმე და ძალიან დიდი მადლობა იმ დღეებში მართლა ძალა იყო ჩემთვის თქვენი სიტყვები და სწორი რჩევა იყო და მამაშვილური კიდევ ერთხელ რაღაც ესა ვთქვი მე ეს რეალობა ვთქვი რაც არის მე არაფერი ანალიზი არ გამიკეთებია მე არ გავცდენდი ვარ ხელისუფლების სტატისტიკას მე ვთქვი ხელისუფლების სტატისტიკა მე იმის იქით ჩემი აზრები არ მიტყვია ეხლა გამები ჩემ აზრს გამოსავალს კიდევ ერთხელ ვიმეორებ სასწრაფო წესით და აი გამოსავალი ეს არის ყოველგვარი წინაპირობისა და რაღაცა სიგიჟების გარეშე იქნებ როგორმე აი ამ ჯარს უთხრათ რომ დადექით თურქეთის საზღვართან უსაფრთხოების კოლგაზე იფიქრეთ სანამ კიდევ გვიან არ არის მე მგონია რომ ცოტა გვიან არის უკვე აღარ მინდა ყველა ბზაფი გავწყვიტო იმას რომ თქვენ აბულაზეზე აგინებთ ამით თქვენი პრობლემა არ წყდება კაცო ის ქვეყანა გადარჩება ვინც ბირთვული ქვეყნის კოლგის ქვეშ არის გამოჩნდა უკვე ეს უკვე ჩვენ თვალწინ ჩვენს რეგიონში დავიცი მე ესეთი გამოსავალი მე სხვა გამოსავალს ვერ ხედავ თქვენ გამოსავალებს კი უსმენ ტელევიზიით და ჯერჯერობით უკან მივდივართ წინ ვერ მინახიათ ახლა მე კაცო და მე დადეკით და პოლიტიკოსებმა და ერთმანეთში იკონკურენტეთ რამდენიც გინდათ კაცო ჯერ ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა კოლგაზე იფიქრეთ ყველამ ასია ჩემოთეკლა გამოსავალი მარტო ეს არის ერთადერთი სხვა არ არსებობს ნუ მოიგონებთ ზღაპრებს ნუ ამახინჯებთ სიტუაციას ესია 840 კილომეტრიანი საზღვარი გვაქვს ჩვენ ამ დიდ სახელმწიფოსთან რომელიც არის უკვე ნომერი პირველი თავისი ჯარით და ყველაფრით მოჩაკინო გინდათ გადარჩენა გინდათ ისე დემოგრაფიას კიდევ 100 წლები ჭირდება 100 წლები ქვეყანა დააზღვიეთ ქართველებო სანამ კიდე გვიან არ არის ხვალ რა მოხდება ჩვენს რეგიონში არავინ არ ვიცით საერთოდ არ ვიცით არავინ ის ქვეყნები უდაბნოთ რო გადაიქცევა სად წავა ის ხალხი
ხო, რა ვიცი, მე კიდე ალბათ ჩართავს თეკლე და მეტყვის რომ პაატა შენენაზე ესა და ესა. Вот так. Всё, დავედი. ბატონო პაატა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ვიცით რომ ორი კვირა არ იყავით ჩემთან ლაივში და ამაწყრიალეს კომენტარებში და მახსენებდა ხალხი სად არისო ბატონო პაატაო. ყველანაირი ნახეთ თქვენი ემოციურიც ხართ როგორც სტუმარი პლუს აქეთ სამხედრო გამოცდილების მქონე და ყველაზე მთავარი თქვენი ქვეყანა გიყვართ. ეს არის ყველაზე საწყისი ადამიანი, ჯერ ადამიანი ხარ, ქვეყანა უფალი გიყვარს, ქვეყანა გიყვარს, ოჯახი გიყვარს. და მერე პროფესია და მერე სხვა ყველაფერი, ხო? და სამხედრო ამდენწლიანი გამოცდილები და ესეთ ანალიზებს როცა აკეთებთ ხოლმე ძალიან ჭირდება ამ სივრცესაც, იმიტომ რომ ვიცით რა ქაოსია. მომყავს ვისაც შეუძლია ახლო აღმოსავლეთზე ანალიზის გაკეთება, პროგნოზის გაკეთება, იქ ექსპერტები, იქ ეკონომისტები, სხვადასხვა სფეროს ყველაზე ემოციური სტუმარი თქვენ ხართ. და ყველაზე ყურებადიც ემოცია, გინდა თუ არ გინდა ადამიანებში როცა დადებითია თუ უარყოფითია ემოციით როცა გადმოსცემს ადამიანი ხელოვნურობაც იგრძნობა და მასა გრძნობს რაღაც დროს იგრძნობს თუ ხელოვნურია მაგრამ აშკარად გულით რო აკეთებთ ამას გრძნობს ხალხიც და ყვებათ და მაყურებელი ყოველთვის მეტია ხო მე უყურე არა მე ვარ ის სარკე რომელიც ყველა ლაპარაკობთ კუხნაში ყველა ლაპარაკობთ უბრალოდ მახინჯი კომპლექსი გჭირთ ამ დროს ვიღუბებით კაცო რა კომპლექსი რის კომპლექსი ბლედ ხვალ აღარ ვიქნებით რას მოდიალობთ ხალხო რა შენი კომპლექსის გამო ქვეყანას და მომავალს გუნდა გადააყოლო კაცო ეს რა უბედურება გჭირთ კაცო მადლიზე აგერა ყავს ამხელა დაცვა კაცო რამდენი ქვეყანა ნატრულობს კაცო მაგას როცა მნიშვნელოვანი ქვეყანა ხდები იმას უკვე აღარ უღვის ამ ქვეყანაში სეპარატიზმის გაღვივების ბიჭო რა ვაყოლებელი მე უნდა გითხრათ კაცო იმიტომ რომ მის გავლენაში რო არის ბიჭო დაივიწყეთ ეგ რაღაცა სუვერენიტეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო და რაღაც დებილ ერთ ქვეყანას ვერ მაჩვენებს დამოუკიდებლად ერთ ქვეყანას ეგეთი ფიზიკაში არ არსებობს ბუნებაში გარდა შტერი ქართველების აყოლილები არიან აქ ლოგჯარიებს და იმი პირველმა დამაბოლიკოს არა სიგიჟე გჭირ რავით ამას აყოლებს შენი შვილიშვილის მომავალს კაცო ამ სიგიჟეს აყოლებს შენი შვილის მომავალს ბიჭო რავი ეს შვილი მაინც არ გიყვართ კაცო თუ გონიათ სადმე გაიქცევით ამ ქვეყნიდან და იქ ბედნიერი იქნებით ვერ იქნებით ვერაზოს ვერ იქნებით ბედნიერი რაც არ უნდა მილიონები გქონდეს იქა ყოველთვის სტუმარი იქნები ყოველთვის უცხო იქნები იქა ისევ შენი მშობლიური ხალხი თუ გაგიტანს მე კიდე ერთხელ ვიმეორებ კაია ცუდია მაინც შენია კაცო ასია ეს ჩემო თეკლა ხელისუფლებას კიდე ვეუბნები ცოტა გონზე მოვიდა ეს მოაშორე გვიტვით ამაკედან კაცო ისე მაგ განცხადების მერე ის მეორე გამოვარდა ქართულ ოცნებიდან ლევანა ქვია რა და იმან ეთყობა მიხვდა რა რომ იმან ძალიან მოუვიდა ამ გურდელაძეა თუ ეჭვლებიანი კაცო გუშინ კაცო ოჯახის სიწმინდეზე მელაპარაკებოდა მაინც ეგ რო არ თქვა 15 წუთი ეგ რო არ თქვა გული გამიჩერდებოდა გული გამახსენდა ახლა ესე ფოტოები აიღო კაცო გუშინ დებატებში ყოფილა მე არ ვიცი მე ხო არ უყურებ ქართულ არხებს და ასე ისო ფოტოებს ააგეო კაცო ევროპაშიო ის არისო კაცო სატანიზმიო აესო ბიჭო ეს ხალხი მართლა მომტყოფია რა ბიჭო 2013 წელს პატრიარქმა ოჯახის სიმტკიცისა და იმის სიწმინდის დღე დააწესა ესეც იძულებული გახადეს ბატონო პატა თქვენ ხო იცით რატომ მოუწია ამ გადაწყვეტილების მიღება მაგი ვიცი მათელი მაგარი მიდوار მაგის გამო გამოვიდა თქვენი კონტროლირებადი ტელევიზიები და პატრიარქი აცხონოს მისი სული ღმერთმა სუცხრაბრუნვაში ატრიელეთ კაცო საწყალო პიდარასებსო ის წაართვესო კაცო დღე წაართვესო ეს შაუბნელმა ხალხმაო ბიჭო რავი 2013-დან 2023 წამდე ფეხი ვერ მოგადგმევინეთ კაცო ფეხი ვერ მოგადგმევინეთ მაგ დღეზე ეხლა გაქრისტიანდით კაცო და კიდევ ერთი ესეთ ყოველთვის გაუმეორებ და ყოველთვის ხილში უტყავ მაგას
ეს LGBT კანონი რომ მიიღეს წინააღმდეგი რაღაცა ხომ მიიღეს რაღაც კანონი ეგ თქვენ არ მიიკეროთ მეთქი კაცო ეგ თქვენი დამსახურება არ არის კაცო ეგ LGBT-ის კანონი რომ მიიღეთ თქვენ მაკანონის მიღება თუ გიდოდათ თქვენ გქონდათ 2012-დან 2026 წლამდე კაცოვა და 24 წლამდე ჩემმა სამყარომ აი ამ კაცის დამსახურებით მიიღეთ აი ამ კაცის თქვენი სამყარო თქვენი პატრონები დაამხო იქა დღის წესრიგი თქვენი როცა დღემდე რომ ნანობთ კაცო აი თქვენი დღის წესრიგი იქ რომ დაამხოთ ჩემმა სამყარომ თქვენც მოგეცათ საშუალება ამ კანონის მიღებთ თორე მაგამდე თქვენ ხალხსაც სცემდით ციხეებში იჭერდით და რა ვიცი პიდარასების დროშას რო შეეხნენ რა ვიცი ციხეში გააქარეთ 5 კაცი ევროკავშირის დროშა რო ჩამოხიეს რა ვიცი ციხეში ყავდათ კაცი ამიტომ ნუ მიიჭერთ მეთქი ეგ თქვენი დამსახურება არ არის ეგ ჩემი სამყაროს დამსახურებაა ჩემი მე მოგეცით მაგის საშუალება თქვენი პატრონების დღე რო დაუმხე იქა დღის წესრიგი და მოგეცათ საშუალება კაია რომ გამოიყენეთ სასიკეთოდ ცუდი გააკეთეთ ამას არ გეუნებით კაია მაგრამ ის კი არა ისე კი ნუამობთ რომ ეს ჩვენში იჯდა შიგნით და აი ველოდებოდით მომენტს რომ აი გამომეყენებინა არა კაცო თქვენ იქ დაგიმთავრეთ თორე მაგ საფრანგეთზე რო დავწერე ეს რომ მოაწყეს ოლიმპიადის გახსნა ჯვარზე მაცვით კაცო მაშინ ანტიფონზე გამოვედი რა და ერთი ამბავი რო ავტეხე ჯვარზე მაცვით ბიჭო ჯვარზე მაცვით მე ცოტა ის არა გრამატიკულად მოიხსენიე ხო და სიტყვა სამშობლოს ვერ გათქმევინებდით სიტყვა სამშობლოს უნდა მეთქვა ქვეყანა დაგავიწყდათ ამიტომ ესე რომ მიიჭერენ ხოლმე რა ჩვენ ეს კანონი მივიღეთ და ამიტომ თითქოს ახლა აი მაგაჩი იჯდა ესა გაიგე შენ და აი თეთრი ხმაურის დროს თეკლა აქციები რო იყო ჭხუბი მომივიდა კაცო ვიღაცის მოყოლის კი არ გეუნებით ტიპი არ მელოდებოდა რომ ბალკონზე შევხვდებოდი ბალკონზე რო ვიდექი რა არ დაიშალოთო ეხლა პოლიცია დაგიცავთო აი პიდასებს შეუნდებოდა კაცო ქართული ოცნების ოფისიდან ეხლა რომ გამომახსოვროთ ადგებიან ესეთი იმათო დაიჭერენ ხო იცი ეს სანთელს გქონდათ გუშინ მაგ თემაზე ბატონო პატა და სასაცილოდ არ მეყო ჯერ დებატი მოაწყო ოცნებამ ამ საკითხზე და დაისვა ვინ დაისვა მაგ თემაზე სალაპარაკოთ გამოშტერდი ჯერ ვისრას უმტკიცებ ეხლა ამდენი წლის მერე ხალხმა რო გაიძულა სიტუაციამ ცოტა ხელფეხი რო გაგიხსნა და მერე ამოიდგი ხმა ბოლო 2 წელი არჩევნების პერიოდი რომ მოახლოვდა და იცოდი რომ ქართველი ხალხი დაგჭირდებოდა გვერდით და იქედან ჩამოსული ევროპა ამერიკიდან ჩამოსული ხალხი ვერ შემოგხაზავდა დაჩილული ჩოხები მერე არ გამოიტანეს კაცო მერე არისო რომ გამოაჩინეს თეკლა უყურე ხალხი ამას არ გაუხსენებდა ამათ რომ მიეტოვებინათ ეპშტეინიზმი დღემდე აგზელებენ დღემდე კოჰაბიტაციას აგზელებენ თეკლა გირჩი ყოფილი გირჩის გირჩი ნაცი ყოფილი ნაცი იმათ ისვავენ და იმათთან აი ვასვაში არიან რა აი ვასვაში არიან ისე ანუ აგზელებენ ტიპები ისე ეპშტეინიზმში ყოფნას ერთი გამონათება იყო ის რომ დაუძახეს და всё ამით всё დაამთავრეთ ყველაფერი სად არის კომისიის რაღაცაო რა ვიცი იქ ნიუნბერგის პროცესებიო რაღაცებიო მერეო კაცო ოღონდ არჩევნები ჩამატარებინათ და ჩემი დედაო თუ არ გავასამართლო რა ვიცი მოვიდა მესამე წელი დედა აპეტკებული რა ვერ გაასამართლეთ კაცო აი ესია ამიტომ ხალხი არაფერში დამნაშავე ვერ არის კიდევ ეგრევე ესენი არიან ამათი გამოსწორება არ იქნება რა არ იქნება და მორჩა გავაგდეთ ეგ ვიტვით აქედან აქედან გეუბნებით აი ეს
აი როგორ მომწონს ის საყვარელი სახელი დაარქვით. ნეტა პრემიერი კი არა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი არ იყოს, თორე ვიტვიტა ისე მომეწონა, ისეთ საყვარლად ეძახით. ვიტვიტა აბარა არიკათ. თო გამანდი, პაი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო პატა სტუმრობისთვის. მადლობა მაყურებელს, მსმენელს, მადლობა ვინც შეინარჩუნეთ, როგორც იცით ხოლმე ჩემთან ზრდილობა და კომენტარებში გაფილტრული იყო, მაგრამ ბოლოს შემოწვივდნენ მაჯლა ჯუნები და ვერ ავუდიოდი ბატონო პატა წესიერ ვერც გიყურებდი, ტელეფონში ვიყავ ჩამძვრალი და იმათ დაბლოკოს ვუნდებოდი. რატო არის უხევად მოგვივა თქვენნაირებმა რომ დაგლოცოთ, თქვენნაირებმა რომ კარგი თქვათ და მერწმუნეთ ჩავთვლი რომ რაღაცა ძალიან ცუდი გავაკეთე და ძალიან ცუდი ადამიანი ვარ, ძალიან ცუდი ქართველი ვარ და ისევ თქვენნაირებმა გამლანძღონ მირჩევნია რა. მართლა ოღონდ. შვიდობიანი საღამო, მშვიდობიან საქართველოში შევხვედროდით ერთმანეთს. დროებით ბატონო პატა.